მოგესალმებით. ჩვენ ძალიან საინტერესო კვირები გვაქვს, ეს ბოლო კვირები. გამოფენების ციკლია. 3 თაობის გამოფენა, 90-იანელები, 2000-იანელები და 2010-იანელები. დღეს გადავწყვიტეთ, რომ ლექცია დიალოგის რეჟიმში ვისაუბროთ ბატონ დავითთან. ბატონი დავითი არის ქართული მოქანდაკე და მოღვაწეობს ბელგიაში, ევროპაში და ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ბატონო დავით, თქვენი ეს ეტაპი, ცხოვრების ეს ეტაპი, როგორ წახვედით? კი ბატონო, სიამოვნებით. და ასე ვთქვათ, როგორ მოიკიდეთ ფეხი იქ და აი თუ გამოგადგათ აქ მიღებული ცოდნა, იქ რანაირად ტრანსფორმირდა ეს თქვენი ცოდნა და შემდეგ აი ერთი-ორი სიტყვით ეს რომ ვთქვათ და მე ჩავერთვებით, ბავშვებით, სტუდენტებით ჩაერთვებიან დიალოგში. აუცილებლად. პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას მინდა მოვახსენო, ყველა ის ვინც გამოხატა ინტერესი და ამ ენთუზიაზმისთვის საერთოდ რაც აქ ხდება, ხე მე რაც ნახე ახთოვანებულა ნამდვილად, იმიტომ რომ ვიცი რა პირობებშია, როგორ არის სიტუაცია და მაინც ამდენი რო ხერ ხდება, ნამდვილად საოცრება არის რა და ნამდვილად მივესალმები ამას. ეხლა ერთი ორი სიტყვით მე გეტყვით ჩემ თავზე და მე აი რამე კითხვები რო გექნებათ ესე დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ. მე დავამთავრე 94-ში აკადემია და ამავე წელს მოვხვდი ბელგიაში. ჩავაბარე აკადემიაში, ეს არის Royal Academy-ის სამეფო აკადემია, სადაც გავაგრძელე ქანდაკების ფაკულტეტი დავამთავრე და გავაგრძელე ისევ ქანდაკებაზე. ოღონდ ეს იყო არაჩვეულებრივი როგორც სტუდენტი, როგორც აი higher degree, აი მასტერის გავსი კურსები, სადაც შემეძლო გაგრძელება სწავლის. ხო და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ანუ იმ მხრივ რომ არასდროს არ მქონია მანამდე საზოგადოებრივ გამოცდილება, როგორც განათლების მხრივ, არც ერთი-ორჯერ ვიყავ უბრალოდ მოგზაურობაში ნამყოფი. და რაც იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო, რომ პირველივე დღიდან იქ მომეცა საშუალება რამოდენიმე მიმართულება ამერჩია მუშაობა იქ რკინაში, ქვაში, თიხაში, თაბაშირში და ყველაფრის პირველ კურსზე ყველაფრის საშუალება ქონდა რომ მესწავლა და ხო, აბარა. მე ისეთი ხმა არ მაქვს, რიხიანი რომ გაგაგებინოთ კარგად. ხო და ისეთი ხმა მინდა რომ მე რო ხა იქ ჩავაბარე, იცით რა იყო, რომ მეგონა რომ რა თქმა უნდა, იმ პერიოდში 90-იან წლებში ხა თქვენს კარგად მოგესწრებათ რომ აქ იმდენი ინფორმაცია არ შემოდიოდა განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნებაზე. ეს პრინციპში ჩვენ ძალიან გაგვიმართლა ლევანისაც ახსოვს ჩვენ მე ვიყავ გოგი ოჩაურის კურსზე და საოცარი ინფორმაცია ქონდა შეგროვებული რაღაც ამონაჭერი გაზეთები, ჟურნალები და მთელი კედელი ქონდა გამოყოლე ესე ქონდა რაღაცა ინფორმაცია მინიმალური მიღებული რაც და ისე აღმოჩნდა რომ მე რომ მოვხდი იქ იმ ქალაქში სადაც აი ესეთი პარკებში არის გადავსებული ის ქანდაკები რაც მე პრინციპში სურათებზე ქონდა ნასწავლი აღმოჩნდა რომ ყველაზე ინფორმირებული მე ვიყავი. ანუ ვიცით მამინდა რომ ეს მომენტი რომ არ არის, არ ნიშნავს რომ ინფორმაცია შეიძლება ვერ მოიპოვა. შეიძლება იქ კონდეს და არ კონდეს ისეთი ინტერესი რომ გახვიდე და მოგესმის რომ არა და ყველა წარმოიდგინეთ რომ ყველა მე-20 საუკუნის მოქანდაკე არის შეკრებილი მიდელჰეიმის პარკი ქვია ესეთი პარკი და ამის ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ ერთ დღეში აბსოლუტურად რა. და ხო რა ვიცი გარდა ამისა ვისი გახსენება შემიძლია სწავლის პერიოდში ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეხლა აი თანამედროვე აბსტრაქტული არტი რასაც ქვია ჩვენთან ესეც არ ისწავლებოდა რა ჩვენ ვიცოდით ეს აბსტრაქტული არტი არსებობდა ჩვენ ვიცოდით რომ პრინციპში აკადემიაში ამის განათლებას ვერ მივიღებდით, მაგრამ ჩვენივე ინფორმაციით ამის რაღაცა იქ ამისი აბსოლუტურად
რაღაცა ლოგიკური განათლება ხდება და ეს ანტვერპენის აკადემია რითი იყო გამორჩეული, რომ აქ კიდე ისწავლებოდა დღემდე ესეთი ტრადიციული ტექნიკები, კლასიკური, ფიგურატიული და იქვე ხდება მე პირველიდან მეხუთე კურსის განმავლობაში მე ვისაც თანამედროვე აბსტრაქტული ნამუშევარი აინტერესებს იმ დარგში და განათლების მიღება. და ამიტომ ამ აკადემიაში განსხვავებით რიტფელდი, ამსტერდამის, ტენკის იქ უკვე ყველა კონცეპტუალურ სწავლებაზე იყო გადასული და ყველას ვისაც აინტერესებდა ესეთი კლასიკური განათლების და ტრადიციული მიღება ჩამოდიოდნენ ამ აკადემიაში და ეზიარებოდნენ ამ სწავლას და ამ ხრივ იყო ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. აი, რადგან სტუდენტები გვესწრებიან, მათთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ალბათ. აი, თვითონ როგორ იყო დაყოფილი სასწავლო სისტემა? თქვენ ახსენეთ წერან, რომ იყო მასალების მიხედვით იყო სხვადასხვა სახელოსნოები, ხო? კი ბატონო. ხის სახელოსნო ცალკე იყო, მეტალის სახელოსნო ცალკე, ალბათ ხის ცალკე იქნებოდა. თანამედროვე მედიებიც ალბათ მედია იქნებოდა. აი, რომ გითხრათ ეს როგორ სტრუქტურულად როგორ იყო აწყობილი, ეს ცალკე პროფესორები იყვნენ მიმაგრებული სახელოსნოები. ყავდა ცალკე პროფესორი, იყო ცალკე სახელოსნოები და უამრავი საშუალება არსებობდა მასალების ხვიტაც შეგვეძლო აგვერჩია, იქვე მინიმალურ ფასში რაღაცეების ანაზღაურება საჭირო იყო, მაგრამ ძალიან დიდი არჩევანი იყო როგორც ქვაში, ისევე მეტალში, ისევე თაბაშირში და ამას ყველას ყავდა თავის სპეციალისტი და რომელიც პირველი რამოდენიმე კურსი სპეციალისტთან ერთად გადიოდი ამის სწავლებას და პრინციპში მე ძალიან გამიმართლა რომ შეხვდა თვითონ აკადემიის ხრივთაც ძალიან გამიმართლა რომ ესეთი კაი პირობები იყო, მაგრამ პედაგოგების ის პედაგოგები დღეს მაგალითად აღარ ასწავლენ, ვინც მე მასწავლიდა და იმათგან ჩემს აზრით ძალიან კარგი ინფორმაცია და გაკვეთილი მივიღე რა. ძალიან კარგია რომ ესე პედაგოგები ესე კარგად ხო და არის მე თავი კიდე არის მე რო ჩავედი ხო პრაქტიკულად ინგლისურის გარდა არ ვიცოდი და ბელგია მოგეხსენებათ რომ ნიდერლანდური ენა არის ძირითადად ნაწილი ფრანგულადაც ლაპარაკობს, მაგრამ აი სწავლების ხრივ იქ ყველა გელაპარაკება, არ იყო პრობლემა რა. პირველი 4 წელი სადღაც ვსწავლობდი, არ დამჭირვებია რომ მესწავლა ნიდერლანდური ენა, ისე ამარტივად ყველა გელაპარაკება, ყველა მიცის და იქცია რამოდენიმეჯერ ლექციების მახსოვს ჩემ გამო უკითხავდნენ ფილოსოფიის ლექციას ინგლისურ ენაზე, რაღაც შეწუხებულის ვიყავი, რომ მეთქი ჩემ გამო ამდენი აუდიტორია, არავის არ ქონდა რომ ამას რატო ეხა? თვითონ სწავლის პერიოდშივე მე ვცდილობდი რომ რაღაც პარალელურად აი სამუშაოების ხრიდან რაღაცა გამერკვია რომ შემდეგ ვიცოდი რომ ძალიან მინდოდა გაგრძელება იქვე ჩემი პროფესიის მუშაობით ხო და ძალიან გამიმართლა იცით რა იყო რა თქმა უნდა პირველი წლები ყველანაირი სამუშაო დაწყებული ღებავიდან ყველაფერი ვცადე მე იცით აი რადგანაც გრძნობდი რომ რაღაც გამოცდილება მაქვს მინდოდა რომ რაღაცნაირად გამომეყენებინა ჩემი პროფესია ხო და ერთადერთი ვარიანტი იყო ჩემთვის რომ რაღაცნაირად ისე ვიღაცა მოქანდაკესთან დავკავშირებოდი და ავიღე ესეთი მაშინ იყო ესეთი ტელეფონების წიგნი და გადავშალე მოქანდაკეების გვერდზე და ყოველ იმაზე ჩამოვრეკე თვითონ მოქანდაკეს და ერთი 10-მა რომ მითხრა უარი მე 11-ე მითხრა მე რაღაც სამუშაო მაქვს და აი ესე დაიწყო რაღაცნაირად ძალიან საინტერესო. აი, კიდევ თუ შეგვიძლია რაღაც 1-2 სიტყვა ვთქვათ იმასთან დაკავშირებით, თვითონ საზოგადოებას რანაირი დამოკიდებულება აქვს ქანდაკების მიმართ და აი განსხვავდება თუ არა ჩვენი ქვეყნის ანუ ჩვენი კულტურის დამოკიდებულებისგან და ზოგადად აი რას ნიშნავს ხო რას ნიშნავს და საერთოდ არ ვიცი ალბათ ინტერესი საზოგადოებას აქაც და იქაც ყველგან არის, უბრალოდ საშუალებები არის რამდენად აქვს უფრო ახლო რაღაც კონტაქტში იყოს, ან კონდეს საშუალება გამოფენებზე იაროს, თვითონ მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ აი მე რაც მაგალითად აღმავთოვანა პირველი ჩემი რასაც ქვია, აი კულტურული შოკი. დავიწყე ერთ-ერთ სახელოსნოში მოქანდაკესთან მუშაობა, სადაც მუშაობ მე თვითონ ეს მოქანდაკე და შვილი.
და ისეთი პერიოდი იყოს, როდესაც ზოგჯერ არ იყო ბევრი სამუშაო და ხდებოდი რომ იცი უნდა აერჩია ამ მოქანდაკეს ან მე უნდა მემუშავა ან თავის შვილზე მე უკვე ეჭვიც არ მეპარებოდა რომ შვილი იმუშავებდა ხო რა თქმა უნდა იმიტომ ორივე სჭირდებოდა სამუშაო მაგრამ რაღაცით ელემენტარულად იმიტომ რომ გაცილებით უფრო მეტი გამოსილება უფრო მეტი რაღაც ისწრაფით შემოძრო რაღაცა გამეკეთებინა რადგანაც უკვე დიდი წლების ის ქონდა ასე ვთქვათ გამოსილება და აი გამაოცა რომ შვილს მოუწია სახში დარჩენა და უმუშევრად ყოფნა და მე მომეცა საშუალება რომ მემუშაო და ამან იმდენად რაღაცნაირი დიდი სტიმული მომცა რომ მივხვდი რომ აქ ნამდვილად ესე იგი ფასობს ხარისხი ფასობს რაღაც არა ვისი შვილი ხარ არა ვისი უბრალოდ რაღაცით თუ ვიღაცას რაღაც ცოდნა ფასდება ცოდნა გესმის არა აქვს მნიშვნელობა აი რაცაც წარმოადგენ იმის ეკვივალენტურად ხდება შენი შეფასება და ეს ძალიან დიდი სტიმულია ხო დამეთანხმებით ხო რომ არ არის ვიღაცის შვილი იყო აუცილებლად შენ როგორც აი ინდივიდუალურ ხარისხს ესე ხდება შეფასება რა ძალიან საინტერესოა. სტუდენტებს მიმართავ, თუ გააქვთ რამე კითხვა? აი მე ერთს კიდე დავამატებდი რა. აი რითი ვარ ახლა დაკავებული რომ იცოდეთ, ხო? აი მე უბრალოდ მინდა რომ გაგიზიაროთ, აი როგორ გაგრძელდა ჩემი ცხოვრება. იმის მერე, ну, რა თქმა უნდა, დავიწყე მუშაობა, როგორც მოქანდაკე, მაგ პატარა სახელოსნო, პერიოდულად ვაკეთებ გამოფენებს, რაღაცა სიხშირით არის რომ დაკვეთებიც მაგ და ვაკეთებ დაკვეთებს, მაგრამ პარალელურად იცით რა არის, მაინც რაღაცა გიწევს რომ რაღაცით იყო დაკავებული იქ იმდენად რეგულარული ეს გასავალი ამის დაფარვა ხდებოდა და ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო მაგ მომენტში რესტავრაციაზე მუშაობა. რესტავრაციაზე და რესტავრაცია შემისარიც არის ძალიან ახლოს იმასთან რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რესტავრაციის დროს სწავლობ ძალიან ბევრს. ბელგია არის განსაკუთრებით ცნობილი ამ ძველი ტრადიციული ქანდაკებებით, რომელიც აი უკვე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ყველა პერიოდი და ყველა სტილია გამოვლილი და უამრავი ექსტერიერში, ინტერიერში არის ქანდაკება, რასაც დროთა განმავლობაში სჭირდება განახლება და განახლება ხა თქვენს კარგად მოგეხსენებათ არის მართლა ფუფუნების საგანი და ბევრად შეიძლება ძვირი შდებოდეს ვიდრე ახლის გაკეთება ანუ ის თქმა მინდა რომ ქვეყანას თუ არ აქვს ამის საშუალება ხო ფაქტიურად არ გამოდის და ამიტომ მე ძალიან დიდი სიამოვნებით რაღაცა ჩემი დროს უთმობ რესტავრაციას რაც მუდმივად არის სამუშაო და პარალელურად ვცდილობ რომ ჩემი ნამუშევრების და რესტავრაციის შორის და აი ბოლო 10 წელი არის რაც მე დავკავდი პედაგოგობით რასაც ქვია ყავს სტუდენტები აბსოლუტურად სხვადასხვა ასაკის და მიმეჩნია რომ ესეც არანაკლებ შემოქმედებითი მუშაობა არის და მე ვთვლი რომ მარტო მე კი არ უზიარებ რა სტუდენტებისგანაც იმდენ რაღაცა ვსწავლობ იმდენ რაღაცა სიახლე არის ჩემთვის რომ დაგეთანხმები ხო რა ეს გაცვლა არის რაღაცეების და აი პედაგოგებში რაღაც შენ თავსაც სხვანაირად ნახულობ და მე ხვდები რომ აი მაგალითად მე მყავდა პედაგოგები ხა აღარ მინდა დავასახელო ძალიან ძლიერი ხატვარიც იყო მოქანდაკეც იყო მაგრამ აი რაღაც ვატყობდი რომ აი მთელი ჯგუფი ემსგავსებოდით ამ ხატვარს რაღაც ერთი ის ვიყავით თითქოს ხო ერთი სტილი ყველა იმიტომ რომ ესე გვასწავლა რა მაგრამ მე აი რაღაც ამაში მე ვგრძნობდი რომ რაღაც მინუს ვგრძნობდი ეხლა მე თვითონ არ მინდა რომ გავიმეორო და ამიტომ ძალიან საინტერესოა ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური მიდგომა ხო თავისი ხასიათი და აი თავარი ხა მე ყოველთვის ვიძახი რომ შენ რა შეგიძლია შენ შეიძლება აი ტექნიკური მხარე ასწავლო და მე ის შემოქმედებითი არის აბსოლუტურად ინდივიდზე დამოკიდებული ხო როგორ არა აქვს ნიშნულობა ის ხო გესმის ყველას თავის გზა აქვს დასავლელი თავისი ხედვა აქვს იმაში ვერასდროს შეიძლება ვერ ჩაანაცვლებ რაც არ უნდა ის ყველაზე ღირებული არის ეს ინდივიდუალობა ხო ეს რაღაცა ზოგჯერ მუშაობთ ერთი თემა არის ხო და ამ თემაზე ყველა საინტერესოა ყველა თავისებურად
აღიქვავს, გამოხატავს და რაღაცნაირად რაღაც ხასიათს ხედავ, ძალიან საინტერესოა და გადაწყვეტილებას ეცეცი რომ ხშირად არის რომ რაღაცას უხსნი როგორ უნდა გაკეთდეს, როგორ არის აი ტრადიციული გზა, მაგრამ მე ნახულობ რომ ვიღაცა მოკლე გზა აქვს რა. შეიძლება რაღაცა ზოგი ზარმაციც არის და უფრო აი ზარმაცებს აქვს, უფრო შორტკატს რასაც პოულობენ მოკლე გზებს როგორ უნდა და ჩემთვის ძალიან მისაღები არის. თავარი რაღაც მიზანთან მივიდეთ, ხო? კი ბატონო. ერთი მომენტიც არის ალბათ ის რომ ოდესაც მასწავლებელი ხარ და ასწავლი რაღაცა ის ცოდნა, ყველა ცოდნა რაც გვაქვს არ არის გაცნობიერებული რა, არის ცოდნები რაც გაუცნობიერებელია და ოდესაც მეტყველებ და ცდილობ მეორე ადამიანს აუხსნა ის რაც იცი და გაუცნობიერებელი გაქვს, შენს აცნობიერებ ამავე დროს და საინტერესო პროცესია და კიდე რა მომწონს იცი აი ხარ ვიცი ალბათ ყველგან ესე არის რომ განსაკუთრებით ბელგიელები ისეთი ენთუზიასტი ტიპები არიან რომ არ ეშინიან ისე არასდროს არ არის გაკეთებული და აი ისე მოკიდებენ რაღაც თითქოს და დაიწყებენ რომ მოგესმის რომ მე მიხარია რომ ესეთი მაგრამ მაგასაც დავაკვირდი რომ სანამ შენ არ გამოსდი შენ თავს რისის შესაძლებლობა აქვს სანამ ვერ გაიგებ რა ჩვენ ხა ზოგჯერ რაღაცებს ამას რა გააკეთეს მაგრამ უნდა ცადო ხო სადღაც დაიწყო და თუ გამოვა თუ არ გამოვა თავისთავად მაგრამ ეს მომენტი რომ არ ეშინია თავიდან რაღაცა ქვის დაწყება არის რაღაცა აი ეს საინტერესო სპეციფიკური კითხვაა ალბათ, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება. აი სანამ როგორ არის მიიღებული ფორმა ფაზე მუშაობის. ანუ რაღაც ესკიზის სახით კეთდება თავიდან იძერწება და მე ქვაში ჩემი აზრით ყველაზე ასე ვთქვათ მარტივი და ლოგიკური არის რომ თავიდან რაღაც იდეა თუ არ არის რაღაცა მოცემულობა თუ არ არის რაღაცა თემაზე მუშაობა, ხო? რაღაცა დავუშვათ ელემენტარული ჩანახატიდან იწყება ყველაფერი. მე ჩანახატი გადადის რაღაცა პატარა მაკეტში, პატარა მოდელში და იმ მოდელიდან რადგანაც ქვაზე ვმუშაობთ, მე ვთვლი რომ ყველაზე მარტივი არის უკვე ქვაზე გადატანა, ანუ უკვე რაღაც არსებული მოდელის შემდეგ. რადგანაც ქვა არ იძლევა როგორც თიხა ისეთი ელასტიური მასალა არ არის რომ მოაძრო ვაკლებთ ხო? ვაკლებთ და ამიტომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კი არის შეცდომების გამოსწორების საშუალება რა თქმა უნდა იქ მარჟა არის მაგრამ რაც უფრო ნაკლებ დროს დახარჯავ შეცდომებზე ლოგიკურია ანუ კიდევ და კიდევ ხო მე ყოველთვის ვეუბნები რომ რაღაცა არ არის აუცილებელი სუსტ ზომაში იყოს ხო იყოს პატარა მაგრამ უკვე წარმოდგენა ქონდეს და შენ ხედავდე რომ ის ქვა ამას დაიტევს და ამაში გამოვა. კი ბატონო. ჩემს აზრით. ძალიან საინტერესოა. რამე კითხვა ჩავერთოთ საზოგადოებად ჩავერთოთ. ხო. მე ხა იქ სასწავლებლთან თქვენ რომ გუგლობთ რა ხმამ ძალიან ხმამ ხო ხმამაღლა ხო ანუ აი სასწავლებელთან დაკავშირებით კი როგორ თქვა აკადემია სამეფო ნატიფი ხელოვნების Royal Fine Art of Royal Academy ხო და მაგრამ მეფესთან არავითარი კავშირი არ აქვს საულის პროგრამა როგორც ვიხდი ფაქტობრივად ჩვენ პროგრამასთან მიახლოვებული იყო ანუ საბაზისო ისო კლასიკური და ფიგურატიული დაწყებით კი ბატონო და აი მე მაგალითად აი ხა რო ახსენე სხვადასხვა სახელოსნოები იყო ხის კი ბატონო ის და ანუ ისევ რა უნდა ძერწოს კი ისევ ძერწოს კი ბატონო ო და აი მან რა კითხვა და ხატვა რა ძალიან მნიშვნელოვანია მოქანდაკისთვის ხატვა არის ან მაგასაც პროექტობოდა ძალიან დიდი დრო ხო და აი რა მაინტერესებდა იქ რაღაც ეტაპის მერე კონკრეტულად ამ ხაზი ირჩევდი და მაგას მიყვებოდი თუ ისა თავისუფალი ვარიანტი იყო შემეძლო რაღაცნაირი ხანიც მინდა მერე იქ ხისთვის და ხის მასალისთვის დამეთქო დრო და თვითონ იმ აკადემიის სწავლების რამდენი ხანიც გინდა სადაც იმიტომ უბრალოდ სახელოსნოები იყო აი საშუალება სახელოსნოები პედაგოგები მასალა და მე შენ აი ამ პერიოდში შენ რაღაცაზე ყალიბდები შენ ზუსტად ხო და ეს არის რა მთელი ხიბლი ეს უფლებას აძლევენ ბატონო არჩევის უფლებას აძლევენ სწავლას აწვდიან პროფესიონალები, მართლა ძალიან ძლიერი პროფესიონალები, არც გუდავენ, ისე აი ხო რამდენი ამე უნდა გაითვალისწინო, ხო ეს არის უსაფრთხოებაც, ის გინა რკინაში მუშაობის დროს, გინა ქვაში მუშაობის დროს განსაკუთრებით ხო, სადაც შეიძლება შეიძლება ტრამვით რო არ დამთავრდეს, ამიტომ ყველანაირი ესეთი მხარი არის უზრუნველყოფილი და რა თქმა უნდა
ძალიან მნიშვნელოვანია რომ მასალასთან გაქვს უკვე კონტაქტი და ანუ იცი რა მასალა როგორ მუშავდება და შემდეგი კითხვა მაქვს ის რა ქვია დაახლოებით მათ სტუდენტები ანუ მან როგორც მივხვდი ანუ მაგისტრატურის ვარიანტი იყო მან ჩამოყალიბდა ბაკალავრიატ და ჩემ შემთხვევაში მაგრამ იქ არის აკადემია სადაც 4 წლიანი ბეჩელორ რასაც გვია და მე არის ის კურსები კი და მან ცხადია უკვე ასაკის ბარიერი მაინტერესებს რა მან ასაკის ბარიერი იყო რამე თუ უბრალოდ როგორც კი მორჩებოდი ან პროგრამულად მე პროგრამულად აი ვერ გეტყვი თუ არის მაგრამ იცი რა მანდვე არის კიდე საღამო სკოლები რომელიც არანაკლებად მე ბოლო წელი იმიტომ დღის განმავლობაში მე მიწევდა უკვე მუშაობა და საღამოს მომიწია რომ საღამოს გადასულიყავი და იგივე სახელოსნოში იგივე პედაგოგთან შეუბრალოდ საღამო კურსებზე გადიხარ იმ პროგრამას რაც უნდა გასულიყავი დღის განმავლობაში რა აი როგორი კომფორტია აი ყველანაირად იგივე ხო რატო დავსახა ეს კითხვები რა ანუ დაახლოებით ამ კორონას და ყველა ამბიდან გამომდინარე 6 წელია ვსწავლობ აკადემიაში და ნუ რა ობიექტურად ვთქვა, ანუ ჩვენც ასე ფიგურატურიდან დავიწყეთ. მაგნეტაკლებად შევისწავლე ეს და ანუ 2 წელი კიდე ვაპირებ ხარ მაგისტრატურაზე სწავლობ და მე აუც რა დიდი სურვილი მაქვს რომ საზღვარგარეთ წავიდე რა. ხო და აი საზღვარგარეთ რომ წავალ ფაქტობრივად მან როგორი წარმოდგენა მაქვს რა და ეს წარმოდგენა რომ გამიზუსტოთ რა რომ გონია რომ ჩემი ცოდნა რაც აქ მაქვს, ანუ ეს ტექნიკური თუ აი საბაზისო ცოდნა რაც მაგის სწორი პრეზენტაცია უნდა გავაკეთო და შეგვიძლია მე რაღაცა საკუთარი ანუ ესე განხრის პოვნა რა და ანუ ფაქტობრივად მაგის საშუალებას იძლევა ის აკადემია რა. ხო და აი თქვენი აზრი მაინტერესებს, აი თქვენთვის რა, თქვენი გამოცდილებიდან ყველაზე აი ესეთი ნაბიჯის გადასადგმელად აი რა ასაკი და რა პირობები არის ყველაზე ხელსაყრელი. ეს უბრალოდ რთული კითხვა არის რა ასაკი არის. მე მაგალითად ვიყავი 24 წლის რო წავედი. 24 წლის ვიყავი რო წავედი და არ ვიცი ვერ გეტყვი ესე რა ასაკის, მაგრამ რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, ალბათ უფრო ადვილია. იმიტომ რომ იცი რა არის, აი მარტო ის ხო არ არის იქ სწავლა, იმიტომ რომ გიწევს საერთოდ ახალი ცხოვრების დაწყება, რაც მე პრინციპში აბსოლუტურად მომზადებელი ვიყავ. ბატონო, ხო, რა იმიტომ რომ მე შეეული ვიყავ, მე აქ სახლში ვცხოვრობდი მშობლებთან, სახლში მოვდიოდი აქ იქ აბსოლუტურად ყველაფრის კეთება მე მიწევდა რა, როგორც ყველა დანარჩენ სტუდენტს. და გარდა იმისა, რომ გადიხარ პროფესიულ სწავლებას, რაღაც ცხოვრების ახალი ეტაპიც იყო რა ჩემთვის და ეს გამოცდილებაც პარალელურად გავდიოდი, რაც თავის რა თქმა უნდა სირთულეებიც ახლავს, მაგრამ ჯამში ძალიან საინტერესო არის რა ეს ყველაფერი და ხვდები რომ აი სხვაც ყველა დანარჩენი ესე ცხოვრობს. არ აქვს მნიშვნელობა მე შობელი შეიძლება იყავდეს და ძალიან შეძლებული, მაგრამ ზუსტად იმ პირობებში ის სტარტაპი აქვს როგორც შენ და არ გამოირჩევა რა ამითი რომ ვიღაცა შეიძლება უფრო ანუ იქაური მაცხოვრებელი. ხო, იქაური მაცხოვრებელი და ეს ძალიან შეძლებული. აბსოლუტურად ჩვეულებრივად აი თავის შრომით შოულობს იმ საცხოვრებელს და სტუდენტურ პერიოდში სტუდენტები ცხოვრობენ. აბსოლუტურად ხო რა. რაც ესეც ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან სწორი მიდგომა არის როგორც ახალგაზრდის განვითარების და კი ბატონო. კიდევ ხომ არ არის? აი დამთავრების შემდეგ რა დამთავრდა თქვა აკადემია. ხელი შეწყობა თვითონ აკადემიიდან აქვს ამ სტუდენტს თუ თვითონ უნდა გაიგოს. იცი აი უკვე ხელი შეწყობა არის აკადემიაში, რომ შენ საშუალება გაქვს ძალიან ბევრი ხალხის გაცნობის. ანუ აკადემიაში სწავლების დროს ეწყობა რამოდენიმე სერიოზული გამოფენა, სადაც ძალიან ბევრი ხელოვანი, ძალიან ბევრი გალერისტი, ძალიან ბევრი კოლექციონერი მოდის და იქ ხდება რაღაცნაირად ეს არის ის პირობა, რასაც შენ გაძლევს ის პლატფორმა, ხო? სადაც ანუ ამ საშუალებას გაძლევს. ამ საშუალებას გაძლევს, თორე ისე რომ რაღაცის საქმე დაგაკავოს, ეს მე არც გამიგია და მგონია რომ ამით ეს მაგათ ფუნქციაში არ შედის, ხო? იმიტომ რომ შენ თავისუფალი ხარ არჩევანში ვისაც რა უნდა შემდეგი უნდა გააკეთოს, ხო? კიდევ ერთი საკითხია, მე მგონი აი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის. საქართველოში ზოგადად
ვიცით რომ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით, ქანდაკება იყო საშუალება, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის გავრცელების ამ ქვეყანაში და ისე მოხდა რომ მე მგონი აქ ორი აზრიც არ არის, კითხვაც ესე არ დაისმის რა, ესეა თუ არა. მე მგონი ნამდვილად ესეა რომ საზოგადოება საქართველოში ქანდაკებას აღიქვავს როგორც მხოლოდ ძეგლს. არადა მოგვიხსენება რომ ძეგლი შეიძლება იყოს ლიტერატურა, ძეგლი შეიძლება იყოს არქიტექტურა, ანუ ძეგლი შეუძლია იყოს ქანდაკებას, მაგრამ ქანდაკება არა მარტო, ხო? ხო, არა მარტო, ანუ ქანდაკება შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ. საქართველოში აი ეს ტენდენცია რაღაცნაირად გამჯდარია დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი გავიდა, რაც ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ასე ვთქვათ, რაღაცა საბჭოთა კავშირის იდეოლოგია აღარ არის, მაგრამ აი ეს დარჩა რა, დაილექა ხალხში და ასე არის. უკაცრავად გაწყვეტინებ სასაფლაო ზეგლები. კი, ეს კიდევ ხო, და აი ცნობილმა ფილმმა ხო, რომ რაღაც ხო, და ანუ ხო, და კითხვა ესეთია რა, რომ ანუ ჩვენთან ესეა, დღემდე ესეა და ფაქტობრივად მე მგონი ყველა მოქანდაკე ამას ვცდილობთ რომ აი ეს დავარღვიოთ და დავანახოთ ხალხს რომ ქანდაკება პირველ რიგში არის ხელოვნება და პირველ რიგში არის ინდივიდუალური ადამიანის რაღაცა ზუსტად ასე ვთქვათ რაღაცა სათქმელი. ხო და აი ევროპაში საინტერესო ახლა წარმოდგენა გვაქვს ყველას ჩვენი შეხედულება, მაგრამ აი თქვენი ახსნა იქნება საინტერესო, თქვენი დამოკიდებულება იქნება საინტერესო ამასთან დაკავშირებით. როგორია იქ ხალხი როგორ უყურებს ქანდაკებას, რანაირი დამოკიდებულება აქვს ქანდაკების და ინტერესი რანაირი ხო რანაირი კუთხით აინტერესებს. აი იცი რა თავიდან რომ დავიწყოთ ამ სტერეოტიპების დანგრევის ხო იქ აბსოლუტურად გეთანხმები რომ მრავალნაირი შეიძლება მოქანდაკე ისე ცხოვრობდეს ერისხოვრო მარტო გალერეებთან კონდეს ურთიერთობა და თავისი რაღაცა არავითარი მასშტაბური რაღაცა მონუმენტური ქანდაკებებით არ იყოს დაკავებული. არის მოქანდაკეები და ალბათ ჩვენც ვიცით ბევრი საქართველოში რომლებიც სიმპოზიუმებით არიან დაკავებული. ხო აი ძირითადად სიმპოზიუმებზე მუშაობენ. ერთი სიმპოზიუმიდან მეორე სიმპოზიუმზე ძალიან საინტერესო არის. მე თვითონ მაქვს რამოდენიმეჯერ გამოცდილება ამაში მონაწილეობა მიღებული და ვთვლი რომ ძალიან კაი გამოცდილება არის რა და თუ არის ამის საშუალება, იმიტომ რომ ეს არის ინტერნაციონალური ყველას აქვს ამ სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება. მე რა ბერძენიშვილმა გააკეთა მცხეთაში მიმოხილება. პირველი სიმპოზიუმი მცხეთაში იყო პირველი. და 90 რა წელი იყო. აიო. მეორე უკვე ლევანმა გააკეთა მე როგორც ვიცი. თუ არ ვცდები, ხო და ანუ ხო, ნუ და რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი ინტერესი რა. იქ ხო არის აი გალერეაში გასაგებია რომ აქაც დადიან გამოფენებზე, მაგრამ ყიდულ უნარიანიც ბევრი არის რა. და მე ვთვლი რომ რაღაცნაირად ხელოვნება ჯამში არის ცოტა ფუფუნებისაგანი, რომ შენ რაღაც სხვა ყველა ნიშნული უნდა იყოს რაღაცნაირად დაყოფილობი, რომ შენ სხვა ინტერესი გაგიშდეს რაღაც სულიერი ის ხო ამიტომ ამ შემთხვევაში ხო ამ ქვეყნებში დასავლეთის ქვეყნებში ბევრად უფრო ბევრი აქვს საშუალება და თავის ასევე მოთხოვნილება და უფრო რაღაცნაირად შედარებით მარტივი არის რომ რაღაც შენი ნამუშევრები, თუმცა აი მე კიდევ ერთხელ ვიძახი რომ აი ძალიან რთული არის რა მაინც მე ესე ვფიქრობ რომ მარტო შენი შემოქმედებით თუ არ ახარ რაღაცა სუპერსტარი რასაც ქვია მუზეუმებთან არა კავშირი და რაღაცა ამ დიდ ჰონორარებს არიღებ ხო ყველა ესეთი მეტნაკლებად ცნობილი მოქანდაკე ვინც არის პარალელურად რაღაცა ათავსებს რაღაცა პედაგოგობას ან რაღაცა სამუშაოს რომ იცი რა თავის და რატო როგორ ხსნიან ძინამას რომ თავის შემოქმედებაში იყვნენ აბსოლუტურად კონცენტრირებული არა გაყიდვაზე, არამედ თავისი ძებნის პროცესზე და ასე შემდეგ. ეს შემოსავალიც აუცილებელია საბაზრო, რაღაც სხვა შეიძლება არც იყოს კავშირში ქანდაკებასთან, მაგრამ რაღაც ისეთი სტაბილური შემოსავალი იქნება, რომელიც საერთოდ ვისმით რომ არ იყოს და ეს მე ვთვლი რომ სწორი მიდგომა არის და უფრო განთავისუფლება. მაინც ეს არ არის ცუდი ვარიანტი. ჩემ შემთხვევაში ხო რადგანაც მე გინდა არ გინდა რომ აი ქანდაკების გარშემო არის ეს რესტავრაციაც, ეს პედაგოგობაც მე ვთვლი რომ
კარგი კომბინაცია არის კი, ნამდვილად კარგი კომბინაცია. აი, კითხვა კიდე უფრო რომ გავაღრმავოთ ეს თუ შეიძლება ასე ითქვას. საინტერესოა ძალიან აქ თითქმის ყველანი შემოქმედები ვართ და ყველა საინტერესებს ალბათ. აი ესეთი კითხვა რომ დავსვათ. აი რომ დაუბრუნდე სათქმელს ფაქტობრივად უბრუნდები სათქმელს თუ კი არის საზოგადოებიდან ან ხელოვნებაცოდნეებისგან ან რაღაცა ჯგუფებისგან ისეთი ტიპის მოთხოვნა ნამუშევრებზე აი რომ მაგალითად აი ამ ტიპის ნამუშევარი უფრო მეტად სასურველია იმ საზოგადოებისთვის ან მაგალითად ამნაირი ტიპის არ არის სასურველი უფრო აი ესეთია სასურველი ანუ რაღაცა დირექტივა თუ მოდის მხატვრისთვის იცი რა ესეც თეორია კითხვა არის გააჩნია ვისთვის თუ რაღაცა შეიძლება გარკვეული ესე ვთქვათ აი ავიღოთ კოლექციონერები ან გალერეები რომლებიც ერთი პროფილის ნამუშევრებზე ან სტილზე არის ორიენტირებული რა ვიღაცა შეიძლება იყოს მაგალითად რაღაც გალერეები არის მარტო კლასიკურზე, მარტო რეალისტურზე, მაგრამ სიმართლე გითხრათ ესეთი ნაკლები და ნაკლებია დღევანდელ დღეს მაინც დომინირებს თანამედროვე რაღაც აბსტრაქტული ფორმები და ასე ვთქვათ კონცეპტუალური ხელოვნება, მაგრამ აი ეს ვერ იტყვი კონკრეტულად, მაგრამ ჯამში ალბათ დღევანდელ დღესდღეობით უფრო თანამედროვე, უფრო მოთხოვნადია. უფრო მოთხოვნა, ანუ უფრო დიდი ადგილი ესე იგი მას უჭერს. ხო, და უფრო აი დიდ ესე ვერ ვიტყოდი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გალერეები, უფრო მნიშვნელოვანი არტ-ფეერები, სადაც იმართება არის ძირითადად არის უფრო თანამედროვე ხელოვნების, რა თქმა უნდა, თანამედროვე ხელოვნება ისევ შეიძლება იყოს ქვაში გათლილი, ისევ ხეში, ისევ არის თანამედროვე 1000 მედიების, მაგრამ ნუ ამის მამინდა რომ მასალას იმდენ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც აი თვითონ კონცეპტი უფრო იყოს თანამედროვე, რაც შეეფერება დღევანდელობას. მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ უფრო სეგმენტირებულია. ხომ შეიძლება რაღაც სეგმენტი მცირეა, მაგრამ სეგმენტირებულობა არის სხვადასხვა ტიპის მიმართულებების ნამუშევრებში. კარგი, მე მგონი ამ კითხვას ხო, აი თუ ვინმეს რაღაცა კითხვები გქონდეს. 95-ში დაამთავრე, მანამდე უჩიაურის კი ბატონო. აი ტექნიკური კლასიკური განათლების კურსი. კი ბატონო. რა იყო სხვაობა? სხვაობა იყო ამაში, რომ ესაც არის ეს მომენტი. კი. მაშინ რომ ჩაკეტილი იყო ყველაფერი, ესაც არის გასდა ხატრებში და პროცესებში, რომ რაღაც არის იქ ისეთი დიდი და ისეთი მაღალი, რომ განსაკუთრებით შენ სადღაც პროვინციაში. არ არის ესე. ხო, აი მე ვერ ვიტყოდი. თუ სხვაობა იყო, ვიტყოდი რომ აი ჩვენთან რაღაცაერად უფრო მე ესე მგონია რომ რაღაც უფრო ღრმა შესწავლაც იყო. აი მე მახსოვს რომ მოქანდაკეების განსაკუთრებით ნახატებიც კი გამორჩეული იყო ესე თავის და იქ მე რა შემომიშია, ესე რა იყო განსხვავება რომ აი მაგალითად ერთ ნამუშევარზე დავუშვათ თუ ლაპარაკობთ ხო აი ნატურის ხატვა ხო ჩვენთან იყო ერთი კვირა ეს უნდა დამთავრებული იყოს სანამ ფორმა არ გადმოვიდო და მოკლედ იმას და იქ არის რაღაცა 15 წუთი თითო რაღაცნაირად თითო მხრიდან დახატული და მე ხვდები რომ რაღაცა შედეგს არ აქვს შედეგზე არ აქვს მნიშვნელობა აი სხვადასხვა გზებს ხედავ იქ მიზანთან მისაღწევს რა ჩვენ რაღაც აქ რო ვიყავთ მე მგონა რომ ეს უნდა გაკეთდეს ესე რომ მიიღო ესე და იქ მივხვდი რომ ესეც შეიძლება გაკეთდეს ესეც თავარი არის რომ რაღაც შენ მიზანთან მიხვიდე ხო თუმცა ოსტატობა აქაც ძალიან სერიოზული ბაზისი იყო და აქ მე მგონი ცნობილიც იყო აი საბჭოთა საერთოდ იმ პერიოდში საბჭოთა სკოლა და მე საქართველოს განსხვავებული გამორჩეული იყო ხო დამეთანხმებით რა ლევან ეგრე არის ყო რაღაცნაირად ძლიერი იყო რა განსაკუთრებით ქანდაკება იყო ფეწერა ძალიან ძლიერი იყო მონუმენტური ქანდაკება ესე იყო რა ობიექტურად რო თქვა რა იმიტომ კი არა რომ საქართველოს ნამდვილად გამორჩეული იყო და თან რატო იყო ახლა მე როგორ აქვს იმ პერიოდში ძირითადი აქცენტი იყო გადატანილი რეალისტურ სოციალიზმზე და მთელი აი ტექნიკა, მთელი ტალანტი მიდიოდა ამ მიმართულებით, ხო, რაღაც გამონაკლისების გარდა. იქ თავიდანვე ცოტა ის არის, ბევრი არჩევანი, ცოტა შეიძლება ამ ხრივ ცოტა გაბნევდეს და უფრო გიფანტავდეს ამ ტექნიკის საშუალებას. არა, რეალურად ეს ხო არის საშუალება ინტერნეტში შემიძლია ნიუ-იორკის აკადემიასაც მადევნო თვალი ფლორენციისა, პეტერბურგისაც და ავი ჩვენ აკადემიაში მე ვსწავლობ და ხედავ რა. აი სიმართლე რო გითხრათ აი განსხვავებასაც ხედავ რა. ერთი ისაა რომ ის სტუდენტი ჩვენ სკოლის
სტუდენტისგან განსხვავებით ცდილობს რომ ნამუშევარი დაამთავროს. აი მართლა რომ 15 წუთში მომივა, აი დაამთავროს ნამუშევარს რა, მაგრამ აი ესე რომ თქვა რაღაცა ქანდაკებული ღირებულების ნაფიქრი მან საერთოდ არაფერი არ ამ შეიძლება ადამიანმა მეტი ყურადღება მიაქცევს რაღაცა კონტის ან დეტალს ან თვალის გაკეთებას და რამ ვიღაცა უცხო თვალის არ პროფესიონალს ეს ლამაზი და ესთეტური შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ჩვენთვის პირადად აი ხა მე რაც ოდნაც მაგდა რაც ოდნაცაც იაზრებს ქართული ქანდაკება, შემიძლია ვთქვა რომ ანუ ეს თუ არასწორ ფორმაზე ზის რა და ანუ თავისავად არასწორი არის რა. ხო და ანუ ეს გავს რაღაცა დარწმუნებული ადრეც იქნებოდა ეს პრობლემა. ანუ ჩვენი ახლა ვიღაცამ იქაური გადმოსახედი ჩვენ სტუდენტის ნამუშევრს რო შეხედოს მარტო ბალვანკას დაინახავს რა. და ანუ ამ ბალვანკას როდემდე უნდა ძერწავდეს. მაგრამ რეალურად ამ ბალვანკის სწორედ სივრცეში განაწილები და მასის განაწილება ეს არის რაღაცა ძირითადი ამოცანა, ხო? კი ბატონო, გეთახმები. ანუ რეალურად ესაცნება მაშინაც იყო რომ დღესაც ვადევნოთ რა თვალს. ზუსტად. ხო, მაგრამ ნუ მე სხვა უკიდეს ან მე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსიროთ. კი, მაინტერესებს. აი თქვენი ყველასი აზრი მაინტერესებს მე ძალიან. აი მე მაგალითად რა აკადემიაში რომოვედი, ძალიან ისეთი რაღაცა აი გატაცებული ვიყავი, ასე თქვა რაღაცა აი მეც რაღაცა ემოციური რაღაც პუნქტოვანი რაღაც ზედაპირებით, რაღაც ემოციური მომენტებით და მე რაღაც მივხვდი რომ აი არ არის, დავიწყე ამ. მაგრამ ემოციურობა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, აი მინდა თქვა არ მინდა თავის ამას ვერ მოკავშირე. სადღაც რაღაცას მაინც გაგაკეთებ. და დავიწყე ამ აკადემიურის მიიღება ამ საბაზისის რა და რეალურად ეს სიღრმე ხო ამოუწურავი არ არის. და აი შემოვჩინე რომ იმ სკოლისგან განსხვავებით ჩვენ სკოლაში არის ეგეთი პრობლემა რომ მუდმივად ამძებლის პროცესში კომფორტი ვიპოვეთ, ანუ მუდმივად ამ ნამუშევრს აღარ წვამთავრებ, აი მუდმივად ამძებლის პროცესში ვარ და ანუ ფაქტობრივად ნამუშევრის დამოკიდებულს აღავხით. ან ის მომენტი რომ ის საზოგადოებრივ ვინცა მოქანდაკე რა სტუდენტი რომ მაგის რაღაც ნამუშევრზე იმუშაოს და თავისუფლად შეუძლია მე ის დამოკიდებულ დატოვოს ამ დაამთავრა. ჩვენთან ეგ მომენტი ამოიწურა, ანუ ეს 6 წელი ვსწავლობთ აკადემიაში, ვიგებთ რა არის მთავარი ამ ქანდაკებაში, მივდივართ მაგეთკენ და მაგრამ ნამუშევრის დამთავრებას ვეღარ ვსწავლობთ. და რეალურად აი ამ მუშაობის კომფორტისგან ვართ მოხიბლულები მარტო აი ამ ძებნის ამ პირადი სიამოვნები და მე აკადემიიდან რომ მივდივართ აი ეგეთი უკმარისობის გზობა ხო თითო უკმარისობის გზობა და რეალურად აღარც კი მის ქანდაკება როგორ უნდა დამთავრდეს რაღა უნდა და ჩემი და აი მე ეგეთი პრობლემებს ვაწყდები რა აი მე პირადად ეხა მაგ პრობლემა რო აი მოვიდა აკადემიის ქანდაკებაზე ჩაბარებას, მაგრამ აი ის სპეციფიური განათლება რაც მე მაქვს რა, აი წარმოდგენა არ მაქვს, მაგ განათლებით ვინ უნდა მოხიბლო, რომ აი დაინტერესდეს. რეალურად დღეს მე ჩემ ქანდაკებაზე ვისანა შემიძლია ვისაუბრო, რა ვისევ ჩვენი რა ვიწრო წრის, ანუ სპეციფიური განათლების წრის ხალხი არის. ხო აი მე ერთადერთი ისიც მამინდა ისი რომ ეს დამთავრება რასაც იძახი ესეც ხო რაღაცნაირად ერთგვარად პირობითი ნიშანიანი შენ თვითონ გადაწყვეტა ვის როდის არის დამთავრებული ხო აი მე თუ მკითხავ ხო მე მაგალითად აი ჩემთვის ის პროცესი არის ბევრად მნიშვნელოვანი ვიდრე უკვე ჩემი დამთავრებული ნამუშევარი უკვე გესმის რაღაც უკვე მეორე ხარ აი ეს თვითონ ძებნის პროცესი რაღაცა და შეიძლება იქ რაღაცა დამთავრებაზე აი ეს რაღაც არც ვიფიქრო იმდენად აი ეს იყოს ჩემთვის თავარი რა ეს რაღაცა შეიძლება ვერც გადავიჭრა იმ ნამუშევარში მაგრამ ის კითხვა და ის რაღაც დანიშნული ის სხვა ნამუშევარზე გადავიდეს ის ჩემი ამოცანები რაც მოგესმის ანუ კი ანუ მე ხა სწორედ რომ ჩამოვყალებო ჩემს მე იმაზე კი არ მაქვს ნათქვამი რომ აი რაღაცა მოძიების პროცესში ვარ და იძრების პროცესი ამოუწურო და ნამუშევარი დაამთავრა არა მაგაზე არ მაქვს საუბარი მე იმაზე მაქვს რეალურად თუ ქანდაკებაზე სწორი წარმოდგენა გვაქვს ყველა მიხვდებით რომ ნამუშევარი ამოუწურავია ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ახლის დამატება შეიძლება რაღაც შეიძლება ანუ მეტად თუ არა განსხვავებულად საინტერესოდ ნამუშევრის რაღაც განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი ნამუშევრის მაგრამ იმაზე მაქვს საუბარი რომ აი როცა მუშაობის პროცესი არის და უკვე საინტერესო მომენტი მივაღწია აი იმ საინტერესო მომენტის პრეზენტაციაც კი აღარ გამოდის აქ მივხვდით რაც მაგალითად რომ აი ეხლა აი ამ ეს ეტაპი საინტერესო ეტაპზე მივედი ვიმუშავე და აი ეს ეტაპიც იმდენად საინტერესო რომ გარშემო კოლეგებიც მეთანხმებიან მაგაზე მაგრამ მაგის პრეზენტაცია აღარ ანუ აი შეუძლებელია აქ რა იმიტომ რომ პროსა აი ამაზე ნაფიქრიც კი არა აქვს რა და აი ზუსტად აი თქვენ ახლა რას უკავშირებთ ეს სწავლების
პრობლემა არის, რაღაცა სწავლების მეთოდიკა არ არის. ხო და ზუსტად მინდა გავარკვიე, ეხა ეგ სწავლების პრობლემა არის, საზოგადოების პრობლემა არის თუ თვითონ ავტორების ჩვენი ჩვენ გადავდეთ ერთმანეთს რაღაც კოლეგებმა, სტუდენტებმა ეს დამოკიდებულება რა. ხო. ანუ ხო მივხვდით რა თემასთან. აი მინდა რომ ის განსხვავება ვქნათ, ვინც არის სტუდენტი, ვინც სწავლობდა, ვინც არტისტი არის, აი ამ პრობლემას როგორ ჭრის, ან საერთოდ მაგათთვის ეგ პრობლემა არსებობს თუ არა რა. იქაურ ცხოვრებაში. ხო, ესე არ ვიცი ესე. ზუსტად თუ აუხსნა, აი აკადემიაში ამ სახელოს ვეჩვევით, ვეჩვევით ამ ერთმანეთთან დიალოგს, ვეჩვევით ერთმანეთთან ამ რაღაცებზე საუბროს, ან კონკრეტულად ჩვენთვის ასიამოვნოა და მე იმდენად ყუდრო, ანუ შეიძლება რაღაცა ოქრო არ გვეცემა და რაღაც თაფლი არ გვეცხრება თავზე, მაგრამ ის ხდება იმდენად ჩვენი ცხოვრება, რომ ამ აკადემიას ვეღარ მაგის პრობლემაა ჩავერთვები. ეგ მე მგონი მოდის სათავეს იწყებს იქიდან, რომ საერთოდ ნებისმიერი დისციპლინა და ნებისმიერი რაღაცა ხედვა, ასე ვთქვათ რა, მათ შორის აი რომ გავიყვანოთ ქანდაკება, ან თქვათ ნებისმიერი რაღაც ფანტანია რაღაც, ხო? ან სახლი. აქვს ფუნქცია, ხო? არსებობს მაგალითად ისეთი დისციპლინები, რომელიც არის გამოყენებითი, მაგალითად, ხო? აი არქიტექტურა, დიზაინი რაღაც. ქანდაკება არის სახვითი, ხო? მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ სახვითია რაღაცა, რა თქმა უნდა, გამოსახავს, მაგრამ მიზანი ჭირდება, მაინც რომ რაღაცისთვის უნდა გამოსახოს რა. და ეხლა ბექარასაც იძახის ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ დილემაა, საინტერესო პრობლემაა, იმიტომ რომ აი რაზეც წეგან ვისაუბრეთ, რომ ჩვენთან ქანდაკება იყო რაღაცის რუპორი და მიზანი იყო ეგ და ამიტომ ვაკეთებდით რომ ეგ რაღაცა ეგ მოეხდინა, ეგ რაღაცა ხმა მისულიო სადღაც რა და დღეს ფაქტიურად აღარ გვაქვს ეს სათქმელი არ და დავრჩით მარტო იმის წინაშე რომ ანუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი ქანდაკება რომ აი კოლეგებმა ერთმანეთს უნდა უთხრათ რომ აი ეს რაღაცა ის კარგად გაკეთებული სიტყვაზე ეს სულად გაკეთებული და ანუ ჩვენ ერთმანეთისთვის ვაკეთებთ ეგრე გამოდის საბოლოო ჯამში და მიზეზიც ეგ არის რეალურად და ანუ რა არის რეალურად მიზანი დავკარგეთ ჩვენ რეალობაში ეს შეიძლება უფრო ფართოდაც ვილაპარაკოთ მაგრამ მე მგონი საერთოდ კაცობრიობამ ამ მიმართულებით ცოტა მიზანი დაკარგა საერთოდ ხელოვნებას რა ფუნქცია აქვს ხო ანუ აი სად უნდა განთავსდეს რა უნდა ვაკეთოთ ამით და იმიტომ რომ ხო გასაგებია რომ თან დღევანდელი საზოგადოება ძალიან მომხმარებლურია და ეს რაღაცა ციკლი შეიქმნა ძალიან დიდი რომ მე ვყიდულობ დღეს მაგალითად მანქანას და ზუსტად ვიცი რომ ეს მანქანა 2 წელიწადში მჭირდება. კი, თან 2 წელიწადში მე უნდა შევცვალო. ხო და აი ყველაფერი ეგრე აეწყო რა და ხელოვნების ადგილი აქ სად არის, ხო? ანუ მე რო რაღაც ქანდაკებას ვაკეთებ, ბექარო ქანდაკებას აკეთებს ახლა და მაგალითად მე რო ვეუბნები რომ ბექა კარგია, აი გაჩერდი ახლა ეგ უკვე გააკეთე ის სასრული მიიღე, მე რეალურად ანუ რას ვეუბნე, რატო საიდან ვიღებ აი ამ ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას რომ უნდა გაჩერდეს. ვიღებ იქიდან, რომ თვლი რომ ეს უბრალოდ როგორც ასე ვთქვათ ფასეულობა, არა, ფასეულობა შეიქმნა და დამთავრდა, მაგრამ ის მიზანი გაურკვეველია მაინც. და მე მგონი მაგას იძახდა, საინტერესო იქნება თქვენი ხედვა აი ამასთან დაკავშირებით, ანუ მიზანი რა აქვს დღეს ქანდაკებას. კაი კითხვა არის რა, მაგრამ იცი რა არის? აი მე შემგონია რომ აი მაინც ესეთი ინდივიდუალური მიდგომა არის და ინდივიდუალური რაღაცნაირი ინტიმური კავშირი არის შენი და ქანდაკების რასაც აკეთებ რომ იქ რაღაცნაირად მე ვერც წარმომიდგენია რომ აი ვიღაცასთვის მე გამოვდგე აი მაგის შემოქმედების ესეთი შემფასებელი ხო ანუ რა თქმა უნდა ხო რაღაცა კრიტიკა არის და აუცილებელი არის რომ ჩვენი ნამუშევრების სადღაცა გატანა მოხდეს და სხვადასხვა აზრი მოვისმინოთ მაგრამ მე მაინც გონია რომ აი ეს ჩვენ რატო ვაკეთებთ ხო აი ქედა რომ დავიწყოთ ქანდაკებას ხო რაღაც მე მაგალითად აი ჩემი თვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი რაღაცნაირი სურვილი არის რომ გამოვხატო ჩემი ემოციებზე ხარ ასე ვლაპარაკობთ ხო
გესმის არის ის თქმა მინდა რომ აი იქ მე არ მისმის რომ ამას რაღაცა ესეთი უნდა კონდეს ან არ უნდა კონდეს არ ვიცი ხო იმიტომ რომ ის ვიღაცა შენ მაინც რასაც არ გააკეთებ ნახველი შეიძლება სულ სხვანაირად ხედავს ის სულ სხვანაირად მოირგებს ამ ფუნქციას ის რაღაცას შეიძლება წაიღოს მორთოს თავისი ეზო სახში დაიგას შეიძლება ისეთივე სიამოვნებას იღებდეს ან იმას ხვდებოდეს შე რაც გაქვს იმაში ჩადებული ხო ან უფრო მეცად შეიძლება ხო ან მეცად ეს ხო აი ძალიან ინდივიდუალური რაღაცას ვლაპარაკობთ ხო ეს აი არ ვიცი ამის ზუსტი პასუხი რა იქნება მაგრამ მე მგონი რომ ეს მაინც აი ყველასთვის სხვადასხვაგვარად ახსაქმელი და გამოსახატი არის რა ამაზე მე არ ვიცი რა მეტი შეიძლება კი ბატონო შეიძლება აი სწავლის პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია ან რა როლი ექნება თეორიის საკითხი აი იმართება როგორია პრაქტიკული და თეორიული და ეს სამწუხაროდ აკადემიაში ესე თუ არ ბელგიის მასშტაბით ყველა შეხება თქონია ხო ეს იქნება კონცეპტუალური მიმართულების რაღაც სპეციალური სასწავლებლების კლასიკური მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადადად თქვენი აზრით თეორიული ან ხელოვნების ისტორია ფილოსოფია ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ფილოსოფია და ლიტერატურა რაღაცნაირად მე აქ ვიყავი რადგან დამთავრებული მქონდა და ეკვივალენტი ჩემი სწავლის იქ შეფასდა რომ მე თავისუფალი შეიძლება ყოფილიყავი თეორიული საგინა ჩემი სურვილი დავდიოდი რაღაც ლექციებზე რომ გამერკვია გარდა იმისა თეორიაში რა ხდება და თეორიაში აი ჩემი აზრით აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფილოსოფიას ისე ლიტერატურას ისე საერთოდ აი ქანდაკებაზე ისტორიაზე თვითონ აი პერიოდებზე აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ წერანს ვიძახდი ხო ჩვენთან ხო ასწავლიდან კლასიკურ ქანდაკებას ხო მაგრამ არ ასწავლიდან ჩვენთან და ვერ ასწავლიდან აბსტრაქტულ ქანდაკებას რომელსაც ასევე ჭირდება ხო სწავლა როგორც კლასიკურ ქანდაკებას იმას თავისი კანონები აქვს იმას თავისი კანონზომიერება როგორ ხდება სივრცეში ამის განლაგება თავისი წესები აქვს რა რაც მე მაგალითად იქ დავიწყე ამის გაგება და სწავლა ჩემი ინიციატივით უბრალოდ ეს ჩემი სურვილი იყო და ამ ხრივ მე ვთვლი რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს განათლება რაღაც კავშირში არის, ხო, იმიტომ რომ ეს როგორც წერალს სჭირდება თეორიული ცოდნა, რაღაცის გამოხატვა, ესევე არის რა, აბსოლუტურად ძალიან დიდი ნაწილი უკავია რა და რაღაც ეგრე არ არის, რაღაცას შენ ემოციები, რაღაც ამ ხრივ გეხმარება რა, რაღაცების უფრო დალაგებაში, როგორც წერალს ისევე ხო ასე რომ მე მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა თეორიული ხარი ხო საშუალება სწავლის დამთავრების მერე უკვე რომ ევროპის კვალიფიკაციის და საერთაშორისო გამოცემები კი მქონდა კი და განსაკუთრებით აი ახლო მდებარე ქვეყნებში როგორც არის გერმანია, ჰოლანდია, ინგლისი, რაღაც ძირითადად ბელგიაში და ბელგიაში არა მარტო ესეთი როგორც აქაც ხო ტარდება art fair ხო რაღაც მე მგონი მეორე თუ მესამე და ის არის ინტერნაციონალური ესე იგი სხვადასხვა ქვეყნებიდან გალერეები ჩამოდიან და ამ ხრივადაც საინტერესო არის რომ ეცნობი მარტო ბელგიაში კი არა რა ხდება პარალელურად სხვა ქვეყნებში, სხვა გალერეებში და ამ ხრივ ძალიან საინტერესო არის რა და პრინციპში აი აქაც მე რაღაც ესე თვალი მოვკარი რომ საკმაოდ ნორმალურ დონეზე ჩატარდა ხო არ ვიცი თქვენ თუ საქმის კურსში ხართ მე მგონი წელსაც იქნება ეს სტაფის ისე და ხო რა მე მაგეთი კი ბატონო შენი აზრი ხო როგორ იქნება მომავალი კანდიდატი და მომავალში როგორი კანდიდატი იქნება აგაკეთო არ შეიძლება ვერ ანუ შენ გულისხმობ ვირტუალურ ხარეს რაშიდაც მე არ მაქვს სიმართლეზე გამოსილება მაგრამ მე როგორც გონია რომ აი რაღაცა ფორმით ყოველთვის იარსებებს ის ტრადიციული მასალები, რაც დღემდე ცნობილია. იმიტომ რომ დღეს იმდენაირი, ესე იგი, ეს თვითონ მასალაც იმხელა საშუალებას იძლევა. იმდენაირი მასალა არსებობს, რომელიც როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში გამოიყენება, რომ
ისიც აი ზოგი რაღაც ექსპერიმენტის დონეზე არის, მაგრამ ეს ჯამში ეს ტრადიციული მასალები რაც არსებობს, ხო? მე მგონი ეს რაღაცნაირად სულ იქნება ჩემის აზრით. ასე თუ ამა თუ იმ ფორმა შეიძლება არ იყოს როგორც ესეთი კლასიკური, რეალისტური, მაგრამ რაღაცა ფორმით მე მგონი ეს მასალა თვითონ უკვე იმსახურებს არსებობის უფლებას რა. ანუ მასალა ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ჩემის აზრით ძალიან ბევრს თან. აი ძალიან ბევრს ახლა როგორიც არის იგივე რესტავრაციაშიც რა როგორი აი მასალებიდან გამომდინარე შენ იმ საშუალებას გაძლევს რადონის რამხელა ის გაკეთდეს გესმის იქაც არის როგორ არის იქ ფასდება როგორ არის სარესტავრაციო ნამუშევარი რამდენად ექვემდებარება რესტავრაციას ზოგჯერ არის რომ იქ ძალიან დიდი ტრადიცია არის რა თვითონ ქანდაკების და რესტავრაციის ასევე და იქ თვითონ ფასდება რამდენად ღირს რესტავრაცია ან რამდენად შეიძლება იმ შემთხვევაში თუ აი აღარ ექვემდებარება რესტავრაციას ახალივე გაკეთდეს იმავე ქვით იმავე ინსტრუმენტით და ისეთივე ფაქტურაც ფაქტურა აბსოლუტურად ის ზედაპირი ესეთი ქანდაკებები რომლებიც აი 100 მეტრაზე დგას არის რაღაც ეკლესიებზე სულ რაღაც ხოგის განსაკუთრებით გოთიკურ ქანდაკებაში ხო და ის ზედაპირი აი როგორ ეს სკულპტურულად არის თითოეული დეციმეტრი ესეთი კომისია ამოდის და ამას იბარებს რომელიც საერთოდ თავი არ ჩანს იმ ქანდაკების მაგრამ იმ ქანდაკების ზედაპირიც ისე უნდა იყოს როგორც ეს გაკეთა 200-300 ტური უნდა იყოს. ხო, აი აბსოლუტურად, აი ქვას, იქ იმ კარიერიდან არის ქვას ჩვენ არ ვიცოდით თურმე ეს მერე გაერკვა რომ ქვას მიმართულებაც აქვს. და იგი როგორ მიმართულებიდან აყენებ, მერე ის გაძლებას, ანუ იმ ქვის გამძლეობაზე აქვს გავლენა. შეიძლება რაღაც ისე დააყენო, რომ უფრო წყალს იწოვდეს მეს და უფრო მალე დაზიანდეს და ანუ ამას ძალიან ყველაფერს ძალიან დიდი სკულპტუროზობით აკვირდებიან და იმიტომ არის დღემდე შემონახული არის უზარმაზარი რაღაცა კულტურა რომელიც არის ძალიან ბევრი ზიანდება, მაგრამ ქრონიკული განახლება მედის რა. აი ქრონიკული და რაღაც მანდაც რაღაც ის შემოქმედებითი მომენტი არის რომ რაღაც ახალი ვარიანტი ნახო დღეს როგორ ეს ძალიან საინტერესო არის რა. ეს ქვიშაქვა ალბათ ხო? ქვიშაქვა, მარმარილო, გრანიტი, ძალიან ბევრი გააჩნია რა არის გამოყენებული. ფიგურები ძირითადად არის გოთიკური ტაძრების ფიგურები ძირითადად არის ლაიმსტოუნ, კირქვა ხო ქართულად რაც არის და ძირითადად მომეში არის გაკეთებული, მაგრამ იმ თვითონ ლაიმსტოუნის არის დაახლოებით 200 სახეობა რა. ხო, ძალიან ბევრი. აი ძალიან ბევრი სახეობა არის, ხო არის ჩვენთან რა ქვია ეკლარი ხო, ეს თუ არ ვწდები და ტუფი არის და რაღაცა. ქვიშაქვა არის კიდე გავრცელებული. ხო, ჩვენთან ქვიშაქვას იყენებენ ძირითადად. ხო, ქვიშაქვა მე მგონი უფრო ქვიშაც არის ალბათ, ხო და ქვიშა უფრო ამტანი არის, კი. ხო, მარტო ზირბილეზე არა, თვითონ შემცველობა აქვს ისეთი, რომ ამ წყალს, იმას ამინსპირობს, ადვილად იტანს რა. კითხვა გაქვს? შეიძლება წინა თემა რაც იყო აბოლოციას ჩამოაყალიბეთ შეკითხვა, მაგრამ კიდე დამრჩა ერთი ესეთი კითხვა, რომ შევადაროთ ეს ყველაფერი, თქვა პოეზიას და მწერლობას და აი რა დონეზე ისწავლება გრამატიკა, ვთქვათ, აი რომ შევადაროთ ეს ყველაფერი ფორმას, სივრცეში განაწილებას ამ ყველაფრის და რა დონის მერე თუ ხდება ამ ყველაფრის უკვე პოეზიის შეფასება, შემდეგ იმ ადამიანის შიგნით რა ხდება, ამის გადმოცემა თუ ხდება სწავლების პროცესში, აი წერა-კითხვა შეიძლება ვთქვათ ვასწავლოთ ადამიანს, მაგრამ მერე კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ ლექსს დაწერს, ვთქვათ, აი თუ არსებობს მსგავსი, ხო, ქანდაკებას რო უხეში პარალელი რო გავავლოთ რა, რომ რა დონეზე მიდის გრამატიკაზე კონცენტრაცია, რა დონეზე მიდის მერე პოეზიაზე კონკრეტული მსჯელობა, აი მე უფრო ვიტყოდი რომ ვიცით როგორ ვთქვათ, მაგრამ რა არის სათქმელი, აი ეს თუ მიდის ამ სწავლის პროცესში ამის განხილვა თუ ხდება. ეცი არის განხილვა ხდება, მაგრამ აი თვითონ მაგის რაც ეხლა თქვენ კითხვა დასვრის, მაგის სწავლება. არა, ამის სწავლება გრამატიკა რა დონეზეა და მე ამის თავისუფლება სწავლების პროცესში თუ ხდება, აბა რას დაწევ თქვათ, რა ლექს გვეტყვი რა. კი, ზუსტად მაგაზია და ეგ კი ყველა მიცი შეიძლება და ყველამ დაწეროს ლექსი, მაგრამ ჩვენთან მაგალითად ეხლა მე რასაც უყურებ
ცოტა ისეთი თქვათ ორად გაიყო რა, არსებობს კიდე მეორე კონკრეტული სასწავლებელი, სადაც შეიძლება იმდენად გრამატიკა არ მოთხოვონ ადამიანებს და პირდაპირ ლექსის წერას თავაზობენ და წერენ ლექსებს რა თქმა უნდა, მაგრამ იქ ცოტა გამართული წინადადებები შეიძლება ვერ დაინახო რა. მე ვამბობ ამას გადატანითი მნიშვნელობით ფორმასთან ურთიერთობაში და აქ თუ არის ეს ყველაფერი თავმოყრილი სწავლების პროცესში, რომ გრამატიკაც გამართულია და უკვე მე ლექსზე მიდის თქვათ პოეზიაზე მიდის მსჯელობა, აი რა დაწერა, იქ უკვე ყველაფერი გამართულია შეიძლება, მაგრამ აი პოეზიაზე თუ მიდის, მე უკვე კონკრეტულად მსჯელობა. აი მაგაზე უკვე პოეზიაზე მსჯელობა მიდის, როდესაც უკვე ჟიური აფასებს ამას სწავლის პროცესში თუ ხდება ეს. სწავლის პროცესში ზუსტად ყოველ წლის განმავლობაში ყველა სტუდენტს ეძლევა, ეხლა მე მაგ იმ კონკრეტულ აკადემიაზე ლაპარაკი, ხო? შეიძლება ზუსტად იმავე ქალაქში ყველა აი სასწავლებელში როგორ იყო, იცი რომ წელიწადის განმავლობაში ორჯერ შენ გეძლევა საშუალება რომ მოაწყო გამოფენა სხვა სტუდენტებთან ერთად არის როგორი მოცემულობა იცი ზოგჯერ რაღაცა თემა არის აი ამ თემაზე მუშაობა ვინ როგორ გამოხატავს, ვინ როგორ აღიქოს და ეს რაღაც მაგიტო ვიძახი რომ ეს სწავლება რასაც ვიძახით ხო ანუ ხო და შინაგანი სამყარო რომ კარგად გამოხატო უნდა კარგად იცოდეს გრამატიკა და ეს ტექნიკა ხო აი ზუსტად აქ აქცენტი მიდის ტექნიკაზე რომ არ იყოს რაღაცნაირი უხეში ჩარევა იმ შენ შინაგან სამყაროზე რაც უნდა იყოს აბსოლუტურად შენი ინტიმური მიდგომა და იქ შეფასი სწავლის ყველაფერი გათვალისწინებია რაღაცა კურსის მერე თუ აი როგორ ხო არა მე მაგის თქმა მინდა რომ აი მართლა კაი პირობები გეძლევა რა საოცარი ვერ წარმომედგინა რომ ესეც და მე უბრალოდ უკვე რაღაცნაირად შენზე არის შენ რამდენად ამას აქცევ კარგ ლექსად, ხო? შენ გეძლევა ეს პირველად ლექს არ დაგაწერინებს, არ მოგონდენი, არ უნდა კონდეს, რომ ხა შენ ვინმე დაგიждდება და აი კარგი ლექსის და მაშინ რაღა აზრი აქვს, ხო? მე იქ უნდა ვიწვალო, აი ცოტა საწოლებელ მომენტსაც გიტოვებ, რომ შენ აი გასწავლეთ, ხო, რაღაც თოხის დაჭერა. ეხლა შენ როგორ იხმარ რა? და ეს გამოიხატება აი ზუსტად ეს გამოფენა რატო ვახსენე იცი რომ ამ გამოფენის დროს მიდის დისკუსია და შენ პოზიციებს ჟიურისთან იცავ ანუ ეს პროცესი ჩადებულია სასწავლო ხო ნუ აი ხო გესმის რა დონეზე არის ჩადებული რომ არ იყოს უხეში ჩარევა ამ დროს კონდეს საშუალება გამოხატვის და ის კრიტიკა მისაღები კრიტიკა რომ რაღაც ამ გესმის ძალიან ისეთ ფორმებში რომ მოხდეს აი რჩევის დონეზე არის ამ კურსში ჩადებული ეს პროცესი თავისთავად ხო თავისთავად ეს მომენტი ჩვენთან აკადემიაში საკმაოდ კარგად არის გამართული მეთოდი ხო, ალბათ, მე არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს დღეს რა ხდება ჩვენთან აკადემიაში, თქვენგან მინდა გავიგო და ამდენ გოგონებს ხედავ ესეც ქანდაკებაში იმ პერიოდში ძალიან იშვიათობა იყო რა და ძალიან მიხარია რომ გოგოებიც ესე აქტიურად არიან. მე პირველი ჩემი შოკი იყო რომ იქ უმეტესობა ქანდაკებაზე იყვნენ გოგოები და რაღაც უმცირესობაში კურსეც ეგრე ყავს. ხო, უმცირესობაში ვიყავი მე და 6 გოგო და 1 ვიწრო. ხო და ეს როგორ მიკვირდა ეს გოგოები რაღაცნაირად და ქვევზე რაღაცა სულ მეგონა რომ უნდა დავეხმარო ავაწებინო ხო და არა უკაც ჩვენ მივხედავთ ჩვენ ეს ვინო კი არ დაგვავალო ჩვენი დამირჩიედო და რაღაცა მაგრამ არ ვიცი ეხლა დღეს რა ხდება თქვენგან მაინტერესებს რამდენად მიდის მაგალითად იგივე ხეზე, ქვაზე, კინეს თქვენი ინიციატივა არის ხოლმე ამისი თუ აი ვინმე იმიტომ რომ იმ ჩემ დროს არ იყო მაგალითად ჩემ დროს აი ქვა საერთოდ არ ისავლებოდა იყო თიხაში მუშაობა თიხაც არ იშოვებოდა თიხა მივდიოდით ვერერეჭკაზდან ამოქონდა დიდი ხანი იმას რაღაცა შმორის უნი ქონდა ესე მუშაობდით მაგრამ რაღაცნაირად ვიძენდით ხო რაღაც განათლებას ჩვენ ეგრე გვეგონა ესე უნდა ყოფილიყო და ამიტომ რეალურად ისე არის რომ პრაქტიკას მასალაში აი
ინდივიდუალურად ვინმე მოინდოვებს ასე რა საკუთარი ანუ ხო მაგის თქმა მაგი მაინტერესებს აი თვითონ ტექნიკური მხარე არ არის ხო რა იცი აი მე ვასწავლე ახლა აკადემიაში აი მაინტერესებს და ასე ჩვენთან არის ასეთი მიდგომა ასე ვთქვა აი ეს რაც თქვენ დროს რაც იყო აკადემია სამხატვრო აკადემია პრინციპულად სტრუქტურულად ის იმან მოაღწია 2004 წლამდე 3 წლამდე სტრუქტურულად არ იყო შეცვლილი არაფერი მე გადაეწყო აი ბოლონიის უნივერსიტეტის სისტემაზე გადაეწყო და რეალურად რაღაცა მოხდა რა რომ თეორიული საგნების და პრაქტიკული საგნების ურთიერთობა დაარეგულირა თავისებურად ამ ბოლონიის ხედვა. აი რას გულისხმობ დაარეგულირა? აი ადრე მაგალითად იყო ეგრე რომ ჩემ დროსაც თქვენ დროსაც ეგრე იქნებოდა რომ პრაქტიკული უფრო მეტი იყო პრაქტიკულისა და თეორიული იყო უფრო ნაკლები. ძირითადად ესე იგი დღის განმავლობაში საღამო ქონდა რაღაც შუა დღის მერე იყო თეორია. ესეც რო სწავლობდი ასე სუსაღამოს, მაგრამ შუალედში იყო თეორიული. ეხლა არის სხვა ბალანსი, ანუ თეორიული უფრო მეტია ვიდრე ჩვენ დროს იყო. კი, ეხლა თეორიული მეტია. და ბევრი საინტერესო საგანი აქვს დამატებული რა ფილოსოფია არის უფრო ვრცლად წარმოდგენილი ჩვენ დროს იყო 1 წელი ეხლა არის უფრო ეხლა დაყოფილია სეგმენტება ცალკე მაგალითად გადიან გერმანულ ფილოსოფიას ანტიკურს და ფრანგულთანაც აქვს შეხება და ანუ მაგ მხრივ უკეთესობა არის მაგრამ პრობლემა არის ის რომ პრაქტიკული რომ დატოვეს იგივე ანუ იგივე დარჩა, იმიტომ რომ არ მოხდა, აი ეს წეღანაზე ვსაუბრობთ, ანუ სეგმენტებად არ დაიყო რა. მარტო არის ესე იგი ანუ მოთხოვნა იქ ზევიდან თუ დავაყვა არ ვიცი. სისტემა არის ეგეთი რომ უნდა ვძერწოთ მარტო და ქანდაკება ახლა მოგვიხსენება რომ ძალიან ბევრ ისეთ მოიცავს. კი, ახლა ხო ვიღაცა შეიძლება ვაფშე მოინდომოს რაღაცა იმის გაკეთება რა, სასწაულის და ამიტომ მარტო ესეთი შეზღუდული მოცემულობა აქვს და ჩვენი ძალებით ვცდილობთ ხოლმე ყოველთვის აი რაღაცას რომ ან ქვა მოვიტანოთ და ქვა გავთავოთ ან მაგალითად პლენერი მოვაწყოთ სადღაც ან რაღაცა მეტალში რაღაცა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ხო და აი ერთი რაღაცას ვლაპარაკობდით მე და ლევანით ესეთი ინიციატივით გამოვდივარ მე რომ არ ვიცი როდის მოხერხდება, მაგრამ შეიძლება უახლოეს მომავალში. აი მე გარდა იმისა რომ აკადემიური საათები მაქვს სასწავლებელ სამხატვროში წელიწადში რამოდენიმეჯერ ვაკეთებ ვორქშოპებს. ალბათ ყველა მიცით ხო ეს 4 დღიანი ვორქშოპები, სადაც არ აქვს მნიშვნელობა შენ ბატონო 4 დღე 3 დღე დაახლოებით ესე არ აქვს მნიშვნელობა უკვე გაქვს ქვაში გამოსილება თუ არა გაქვს ქვაში გამოსილება რომ დავიწყოთ ქვაში რაღაცის კეთება. ჯგუფმა ერთად და მე მგონი ეს ძალიან კაი მომენტი არის აკადემიაში ჩავატაროთ. აი სადაც თქვი მე სიამოვნებით მინდა რომ რაღაც პრაქტიკულად იცი რა ამდენ ლაპარაკს მე ის უფრო გამომდის ხოლმე და ძალიან კარგი შეიძლება რომ ესე რაღაც უფრო სხვა ისენი ვისაც ტექნოლოგიის საათები აღარ არის აკადემიაში ტექნოლოგიის საათები ხო აღარ არის ტექნოლოგიის საათები აღარ არის ხო აუცილებელია ხო იქნება მე მგონი რომ სამოსვა უნდა გადიოდეს კი ბატონო მე მგონი რომ ვისაც არც კი გაუკეთები და არც წარმოუდგენია აი რამხელა სიამოვნებასთანაც იქნება კავშირი თან აქ არის იმის საშუალება რომ შედარებით რბილი ქვით რომ დავიწყოთ დავუშვათ რაღაცის კეთება კი ერთადერთი რაღაც უნდა მოვაგორო ტექნიკური მხარე რაღაც ინსტრუმენტები გვაქვს ჩვენ ეზოც გვაქვს აკადემიაში შეიძლება მცირე რაოდენობით ნუ საშუალო რაოდენობით 5-6 სტუდენტი რო ჩავთოთ შეიძლება ძალიან საინტერესო არა უბრალოდ მეტი შეიძლება მეტი შეიძლება ხო ამ ეტაპზე იმ ეზოში მეტი ხო თორე თუ მაგალითად მოვძებნით ისეთ ადგილს რომ მაშინ აქ ფემწერი გოგოებიც არიან, რომლებიცაც ინტერესია. ხო, რატომაც არა, აი ხო გაინტერესებს რა ყველას, რომ ერთხელ წადოთ ქვაში რაღაცის. ნიკოლოს ქონდა კითხვა. აინტერესებს თუ არსებობს აი სასწავლო პროგრამაში ჩასული, ვთქვათ, აი მეტალთან ურთიერთობის ამიტომსა ჩამოსხმის ტექნოლოგიების სწავლება. ვორქშოპები არსებობს პროგრამაში ჩასული, თუ აი როგორ არის ეს
ანუ ხო ბრინჯაოში გადატანას არ ისწავლება აკადემიაში იმ აკადემიაში მე სადაც ვიყავი და მე მგონი რომ ძირითადად არც ეს აკადემიაში ეს არის ცალკე თვითონ აკადემიაში არ იყო შენ შეგეძლო ჩაწერილიყავი სახელოსნოებში და იმ სახელოსნოში არ ვიცი რაღაც ანაზღაურების ფასად ალბათ მიგეღო რამოდენიმე დღიანი გამოცდილება ჩამოსხმაზე და თვითონ მეტალი შედიოდა ერთ-ერთი ისი ყურაფია მეტალში გაკვეთილი გიტარდებოდა როგორ გემუშავა მეტალში და თვითონ ჩამოსხმა როგორც ეგეთი არ ყოფილა რა ძალიან საინტერესოა და მე ერთხელ დავესწარი მაგას და ერთხელ ვიყავი აი პატინის გაკეთების პროცესი რომელიც არანაკლებს ის არის საინტერესო და ფაქტობრივად აი ფერწერა არის ქანდაკებაზე აკეთებ ფერწერას და ამასაც რამხელა განსხვავებას აძლევს და ეფექტს აძლევს ქანდაკებას რომ სწორი პატინის ცოდნა ხო საბოლოო ჯამში ფორმაზე თვითონ მასალაც მე მოქმედებს კონკრეტულად აი იგივე ფერი პატინა ზუსტად მაგას ვიძახ ენერგეტიკაც თავისთავად შედეგზე მაინც გავლენას ახდენს ზუსტად აბარა და თითოეული ქვას აი თითოეული ქვა ხო ყოველ ქვას აქ თავისი რაღაც ინდივიდუალური რაღაც მუხტიც აქვს რა და აი ეს იგივე ნამუშევარი ორივე ორ სხვადასხვა ქვაში სულ სხვანაირ ეფექტს გაძლევს რა გაუძლება არის რა მართლა მე ამიტომ რაღაცნაირად აი ბოლო დროს ვარ აი 90% მარტო ქვაზე მუშაობი და ნუ ხეც მიწევს რაღაც პერიოდი ახლა თაბაშირით იხა მას აღარ გულისხმობ მაგრამ აი ეს მასალა არის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მასალა ამოუწურავი საშუალებების აი ზედაპირის ფერის და იცი რა არის კიდე რომ აი რაღაცები ბოლომდე სიურპრიზივით არის აი დამუშავების შემდეგ კიდე სულ სხვა ეფექტია თან არ იცი როგორ იქნება იმიტომ რომ მოგესმის სანამ ეს პოლირება არ კეთება აი მთლიან ფერს ვერ იგებ აი ბოლოს რაღაც მოგესმის რაღაც ამაში არის რაღაც ჩელენჯი რომ რა გამო აი რა ის გაძლევს და ძირითადად კარგად გამოდის ხო ბუნებას არასდროს არ ეშვა არა ხო რაღაც იმ ადგილას არ არის ლაქას არც უნდა იყოს მასია ნამდვილად რამის ხომარ კიდე ხო არ გვაქვს სურვილი კი ბზანე თანამედრო მეტნაკლებად კი და დღესაც და გუშინაც რომ ნახე მე მაგალითად ძალიან მოვიხიბლე აი ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ ახლა ეს არ გულისხმობს ხადია ცალკეულ მოქანდაკეებს ანუ თითოეულ ავტორს და იმ ავტორის შემოქმედებას არ გულისხმობ ჯამურად ხო განიხილება როგორც ეროვნული სკოლა ვთქვათ ხო ანუ ქართული ქანდაკება თანამედროვე აი ეს ჯამურად რომ დაინახო ეს პროცესი თქვენი გადმოსახედიდან ევროპაში მიმდინარე პროცესებთან რამდენად აწტენაში ან თანხმედრაშია? ძირამ ვერ ვიტყოდი რომ ან აწტენაში ან თანხმედრაში, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული აი ფენომენი და ადგილი და ნიშა უჭირავს. პოსტსაბჭოთას გამო? ბატონო, არ ვიცი რის გამო. ეს უკვე მიზეზები ესეთი ხელოვნებაცოდნეების გამოსაკვები. რაღაცა პროცესები მიდის და აქ სხვა ხდება? არა, იცით რა, შეიძლება ეს ჩვენი წარსულიდან გამომდინარე, ეს ყველა აი ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება რა მუშაობდეს, მაგრამ აი აშკარად ერთი თვალითაც რომ შეხვალთ ამ დარბაში, ხო? და ესეთივე დარბაში რომ მოხდეთ, აი რაღაც განსხვავებულობას არ ყველაზე დიდი და მკაფიო სხვაობა მაინც რა არის? თქვენთვის როგორც მე როგორც თეორეტიკოს ესეც ხადი არ გეკითხები, ანუ როგორც მოქანდაკისთვის, ყველაზე დიდი სხვაობა რა არის? ტენდენციაში აწტენა მასშტაბის სხვანაირი განცდა კონცეფციასთან ეხა ძალიან საინტერესო რაღაცები იყო. ჯერ ისე და ძალიან საინტერესო მოქანდაკები უმეტესად ფორმაზე საუბრობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო მოსასმენია. კონცეფციასთან დაკავშირებით წეღან რაც იყო, ესეც მნიშვნელოვანია. თქვენ ბრძანეთ რომ მიზანი აღარ არისო და უდაოდესია. ოღონდ
ოღონდ თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ტოტალიტარული რეჟიმის მიზანი იყო ეგ მიზანი, ამ მთელი დანარჩენი მსოფლიოს ქანდაკებას სადაა აქ მაშინ მიზანი. ანუ აი ის კონცეფცია, რომელიც არსებობს, აი ეს ჩვენთან როგორ განიხილება, თავად თქვენ ამას როგორ აღიქვამთ, მგონია რომ ძალიან საინტერესოა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე გადის ესე მგონია, როცა საუბარი არის აი მაცტენაზე და მგონია რომ სტუდენტები ახალგაზრდები ამას გარდა იმისა რომ ხედავენ კიდე ძალიან ცოცხლად გრძნობენ რა აცტენა, ახლა იქ ფორმულირება მე ხა გავიმეორებ თუ ზუსტად გავიგე მითხარი. ანუ მგონია რომ საუბარი იყო აუდიტორიასა და ხელოვანს შორის აცტენაზე, ისევე როგორც ალბათ ბაზარსა და ხელოვანს. ანუ მარტო იმაზე ხომ არ უნდა ავაწყოთ ეხლა და გავიგოთ რომ თქვათ მე ვქმნი ხელოვნებას იმას რაც შინაგანად მაწუხებს ესე უნდა იყოს უდაოდ და ვფიქრობ რომ იმ კონცეფციასაც სასწავლო პროგრამაში ალბათ ძნელად თუ შეიტანენ, იმიტომ რომ ჩვენ ან ძალიან მეშლება ეხლა, იმიტომ რომ ჩვენ მერე ხელოვანს ვაფასებთ, თუ კონცეფციაც მასწავლეს ფორმის გარდა, მაშინ გამოდის რომ ყველა სასწავლიან და ყველა მოქანდაკე გახდება. ანუ აი ეს რაღაცა რაც გამორჩეულია და განსაკუთრებით ან ზუსტადაც რომ ხერხებს მასწავლიან, რითი ვთქვა ის რაც წესით მოსვენებას მიკარგავს და ეს მაქსიმალურად ზუსტად სხვადასხვა მასალაში, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ინსტალაცია იქნება ის თუ არ ვიცი, მყარი მასალა თუ რამე სხვა, ოღონდ სრულად და მაქსიმალური სისრულით გადმოვცე და მოვიტანო მაყურებლამდე. ან მაყურებელი დავივიწყო და მე რომ შინაგანი მოსვენება მაქვს დაკარგული, ეს გამოვიტანო და მე ამოვისუნთქო, ხო? წესით ეს არის. ანუ ჩვენ როცა ხელოვანს ვაფასებთ, მე ამას ვაფასებთ, თორე მე თუ კონცეფციას გასწავლე, აზრიც გასწავლე, ტკივილი განგაცტევინე, მე გითხარი რომ ეს ხელოვნება იქნობამდე იმის იქით აღარა მიდი ახლა ესე გააკეთეთ, ხო შენ სათხარ მაშინ. ანუ ან თუ ესე არ ხდება, მაშინ ძალიან საინტერესო იქნება ეს ჩემთვისაც და მითხარით. რაც შეეხება იმ აცტენას, რაზეც იყო ხო საუბარი, ვფიქრობ რომ არის ეს და ეს არის პრობლემა. ანუ ოღონდ იცით რა არის გასარკვევი, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ანუ მაინტერესებს ეს რა არის, რომ ვასწავლით და ვზრდით იმ ტენდენციების მიხედვით, რაზეც თანამედროვეობაში აღარ არის მოთხოვნა და ამიტომ მე მას აღმქმელი და თანამოაზრე ფართო საზოგადოებაში აღარ ყავს და მანამდე იმიტომ ყავდა რომ ეს იყო რეალისტური ფორმა, იყო კონკრეტულად ჩამოყალიბებული პროპაგანდის იარაღის საშუალება, რაც ყველა მიცოდა, ყველა ფენაში, ყველა დონეზე, ყველა ასაკში და ამიტომ ყველას ესმოდა. ანუ ძალიან სერიოზული პრობლემებია, ვფიქრობ ამაზე საფიქრალია და სამსჯელოც არის და პლუს ეს იმაზე გადის რომ თუ მე ესე გავზრდი სტუდენტს და მას ვამყოფებ სრულ არათანხმედრაში, ახლა შეიძლება უკიდურესად გამოვხატავ ამას, მაგრამ ნუ აი თუ ის ვერ გრძნობს იმ მოთხოვნას, რაც ფართო საზოგადოებას აქვს, მასთან როგორც ხელოვანთან და აი ეს უკუგება დაკარგულია, მაშინ მე აკადემიის კედლებიდან გასული მას არც მაყურებელი ეყოლება და არც მყიდველი. წესით ესია. თუ არ არის აი ეს მხოლოდ თქვენ არ მოგემართებათ, ეხლა უბრალოდ რაღაცა არა, კაი მსჯელობა არის, მესმის რა. და ხუმარებ მისის იმას, რომ ჩვენთან ტენდენცია ქანდაკებაში არსებული და ზოგადად მიმდინარე რაღაცა აცტენაშია. ცხადი არა იმიტომ რომ უნიჭოები ვართ ან შრომას ვაკლებთ. რაღაცა სხვაშია და ის პოსტსაბჭოთა სერიოზულად მუშაობს, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემა, რომელსაც ვთქვათ დიდად ყურადღებას არ ვაქცევთ. შეიძლება. ბევრი რამე. ხო, არა, ძალიან საინტერესო მოსაზრებებია და აი რამდენიმე კითხვა გამიშთა უბრალოდ ვეღარ ჩაგაჭრევთ, მაგრამ ეხლა თქვენი თქმის არ იყოს, რომ საზოგადოება უნდა მოყვებოდეს, ამას უნდა გვასწავლიდან. არ ვიცი, თუ ჩვენ უნდა, აი მე არ ვიცი, ხო, იმიტომ არ ვიცი. იმიტომ რომ შეიძლება საზოგადოებაც მზად უნდა იყოს. აი ხშირ შემთხვევაში არის, რომ ჩვენ ვაბრალებთ, რომ ჩვენი იმათ უნდა გესმის დღევანდელ დღეს განსაკუთრებით, ხო? აი თანამედროვე ხელოვნების ძირითადად რომ დადიხარ, იქ რაღაცნაირი თეორიული მომზადება თუ არ არის, აი ძალიან რთული ხდება იმის აღქმა რა. აი ძალიან რთული ხდება და რაღაცა მიდიხარ და უკითხვის ნიში. ხო, რაღაც ყველა თავის აზრი ვთქვათ რა. მე მეხება თქვენი მიზანი. მიზანი მადამაი. კი ბატონო და გააქცევთ პასუხს როგორც შეუძლებთ, იმიტომ რომ თვლი რომ ამის მონაწილე ვარ უკვე ძალიან დიდი ხანი და მონაწილე ვარ იქიდან გამომდინარე რომ მიწევს სტუდენტებთან ურთიერთობა უკვე წლებია. მეც ვიყავი სტუდენტი, მეც მასწავლეს რაღაცეები, ასე ვთქვათ და მეც ვცდილობ რომ ქანდაკება ვასწავლო სტუდენტებს. ეხლა პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ასეთი, რომ
როდესაც რაღაცას არ აქვს მნიშვნელობა რას, როდესაც რაღაცის სწავლას ვაპირებთ, რაღაცა ვასწავლოთ მეორე ადამიანს, აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ დღეს რო აღარ უყვარს ასე ვთქვათ, დღევანდელ ადამიანს ეს სიტყვა ობიექტურობას, ანუ რაღაც ობიექტურობას უნდა დავეყრდნოთ, რომ ამ ობიექტურობით უნდა ვასწავლოთ, თუ ობიექტურობას საერთოდ ამოვიღებთ ჩვენი თვალსაჩინარიდან, ხო? მაშინ საერთოდ სწავლასაც აზრი ეკარგება. რადგან სიტყვა ობიექტურობა შემოდის უკვე და ობიექტური ცნება შემოდის ამ სივრცეში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მე კი აღარ ვარ ასე ვთქვათ წყარო, ან სტუდენტი კი აღარ არის წყარო, ან რამე სხვა კი აღარ არის წყარო, მაშინ ობიექტურობაა თვითონ წყარო და ობიექტურობა გამსაზღვრავს მეც და მე ვცდილობ თუ კი მენტორი ვარ, მე ვცდილობ რომ მე სტუდენტი განვსაზღვრო ამ ობიექტურობიდან და აქედან გამომდინარე ცდომილება ხდება იმიტომ ზუსტად რომ ეს ობიექტურობა არის ძალიან შეფარული გახდა დღეს და სწორად აღნიშნეთ, სწორი შენიშვნა იყო რომ როდესმე იყო ეგეთი პერიოდი რომ ეს შემალული ასე ვთქვათ ჭეშმარიტება საზოგადოებისთვის ღია იყო, ჩემი პასუხი ეგეთია რომ არასდროს არ იყო ეს ჭეშმარიტება ფართო საზოგადოებისთვის ღია, უბრალოდ მაშინ მენტორები ისეთ ადგილზე იდგნენ და ისე მიმართავდნენ საზოგადოებას, რომ საზოგადოება მათ უჯერებდა. სხვა შორის დღესაც არ შეცვლილა დიდად ამ კუთხით არაფერი, მე ვთვლი, უბრალოდ დღეს ესეთი რაღაც მოხდა დასავლეთში განსაკუთრებით. ეს შეიგრძნობა ეს ყველა მხრიდან. პროპაგანდა ასე ვთქვათ, არავის არ უთქვამს პროპაგანდაზე უარ. დღესაც მიდის პროპაგანდა, დღესაც მიდის იმის განსაზღვრა რა არის კარგი და რა არის ცუდი, დღესაც მიდის იმაზე მსჯელობა რომ ეს არის მოდური და ეს არამოდურია, ეს ჩამორჩენილი, ან თქვა სხვა რაღაც შეიძლება დაარქვან და ტენდენციებს დღესაც ქმნიან. და დღეს ახლა აი ამის გამო რომ ტენდენციები დღესაც იქმნება, ჩვენ ქუჩაში რო გავაჩეროთ ნებისმიერი გამრელი და ვკითხოთ მაგალითად კარგი ქანდაკება რა არის და ან თქვა რო ვაჩინოთ ახლა მიქელანჯელოს დავითი და რო ვკითხოთ რომ ეს კარგი ქანდაკება თუ ცუდი ქანდაკება, გვეტყვის აუცილებლად რომ კარგი ქანდაკება. ოღონდ ეს მისი აზრი არ იქნება. ეს იცის უბრალოდ რომ მიქელანჯელო ესე უნდა თქვა. ხო, მიქელანჯელოა და ესე უნდა თქვა. უფრო აი ჩვენ რეალობაში რო ჩამოვიდეთ, მაგალითად ფიროსმანი. ფიროსმანზეც ყველა ქართველი იძახის, განსაკუთრებით ყველა ქართველი რომ კარგი მხატვარია, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან ცოტას თუ ესმის ფიროსმანის ღირსება. უბრალოდ ეს პროპაგანდის ნაწილია, რომ ფიროსმანი იცის უბრალოდ რომ კარგი. ჩემი აზრით დილემა არის ასეთი. აი თუ სწავლასთან და სწავლას დაუბრუნდები და სტუდენტებს დაუბრუნდები, დილემა არის ასეთი, რომ მე როცა მივდივარ სტუდენტთან, მე შემიძლია მაგალითად ავდგე და ვასწავლო კიჩი, რომ კიჩი არის საზოგადოებას რა მოთხოვნაც არის საზოგადოებიდან იმ ფასეულობებზე დაეყრდნოს სტუდენტი და მეორე ერთი არჩევანი ეს არის, ერთი გზა ეს არის. მეორე გზა არის ის, რომ რა საზოგადოებიდან რა მოთხოვნაც მოდის იმას არ მივაქციოთ ყურადღება და რაცაც ვთვლი მე რომ ეს არის ჭეშმარიტი, ის ჭეშმარიტი მივცი. ეს ორი გზა არის სინამდვილეში. ან მესამე ვარიანტია ესეთი, რომ მოდი მე გასწავლი შენ ჭეშმარიტებას, რა დაგანახებ ჭეშმარიტებას რა არის, მაგრამ შენ ახლა ისე მოიქეცი რა, წადი და რაღაცა ცოტა ისეთიც გააკეთე, რომ გაყიდო კიდეც რა. ამიტომ მაგალითად აი ხშირად არის ესეთი ხშირად შევხვდებით ქართველი მოქანდაკეების ძალიან დიდი ნაწილი დღეს მუშაობს ტაძრებზე, თლიან ჩუქურთმებს, ორნამენტებს აკეთებენ და მაგაც არიან წარმომადგენლები დღეს აი ამ სფეროთი რო არიან დაკავებულები და პრინციპში კითხვა რო დავსვათ რატომ აი რატომ აკეთებ ეს ხალხი რატო აკეთებს, რა თქმა უნდა შეიძლება იმიტომაც აკეთოს პირველ რიგში რომ თulis რო ეს ძალიან კარგი საქმეა და უნდა გააკეთოს და უნდა განაახლოს ასე ვთქვათ საეკლესიო ხელოვნება და შემატოს რაღაცა და კიდევ მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ფაქტორი შემოდის ის რომ უბრალოდ აქ იხდიან ფულს. აი ამაში უხდიან ფულს და რაღაცა რომ გააკეთოს მაგალითად ისეთი ნამუშევარი რო იყოს რაღაცა თავისი გულის ნადები, რა თქვა მე, ხო, იმ ნამუშევარში ის არავის არ ფასდება. ის არ ფასდება. ხო, ამიტომ ძალიან რთული ის არის, მეც სულ ამაზე ვფიქრობ, ხანდახან გონია რომ საზოგადოების აი უკაცრავად. აი არავითარი მაგაში დიდი განსხვავება არა, შეიძლება სხვა მასშტაბზე არის ლაპარაკი, მაგრამ დღევანდელ დღესაც ხო იგივე ნახავთ ევროპაში როგორც ხდება, ხო ეს არის ასე ვთქვათ
შეკვეთაზე მუშაობა, ხო, დაკვეთა როგორც არის, ხო? ამაზე ყოველთვის არის უკვე ესე იგი ნათელი, რომ აქ მიდიხარ, ისმის და აქ კეთდება რაღაცნაირად დაკვეთა, აქ არის და ის შემოქმედებითი ნაწილი ყოველთვის რაღაცა გაურკვევლობა არის, რომ იქ არასდროს არ აქვს გარანტია. ხო, არასდროს არ აქვს ის გარანტია, რომ რაღაცას გააკეთებ და შენ რო გონია, რომ ძალიან მაგარი, იმაზე მაგარია, რასაც შეიძლება ეკლესიაში საკეთებდე, ტაძარში საკეთებდე, მაგრამ აქ არასდროს არ იქნება რომ შეიძლება ამის რეალიზებას. იქაც ეს არის, რომ შეიძლება სხვა მასშტაბი არის და სხვა პროპორციები არის და სხვა დონის ინტერესიც არის და ეს ინტერესი რა განაპირობებს ამაზეც შეგვიძლია ხო ვილაპარაკოთ რაღაცა მიზეზები აქვს, მაგრამ ფაქტი ეგ არის, რომ იქ დღევანდელ დღეს არის საზოგადოება, რომელიც არის მე ესე ვიტყოდი, რომ რაღაც დონეზე შეიძლება უფრო მზად რაღაცების აღქმისთვის და უფრო მომზადებული არის, იმიტომ რომ აქვს ინტერესი, აქვს დრო, აქვს საშუალება, ეს ფაქტორები და ეს არის მე მგონი ძირითადად რაც თორე განმასხვავებელი, მაგრამ რაღაცნაირად აი მოდელი არის ჩვენი აქაური ყოფნას, რომ სხვა მასშტაბები, სხვა და პრობლემები იქაც არ თქვათ, რომ არ არის. ადამიანის ყველა ანუ ძალიან ისე კარგად არიან ხელოვანები ვერსად ვერ იტყვი. ყველა რაღაცა თავისი პრობლემები აქვს, რაღაცაზე აი ყველას სხვადასხვანაირი და ამიტომ ამ ხრივ რაღაც საერთო გვაქვს ყველას ამ ჟანრში ამ მიმართულებით. ისე კიდევ ერთი მომენტია დასამატებელი, მე მგონი წერან ვერ დავამთავრე ეს ნაწილი. ამიტომ არის, რომ დღეს მაგალითად აი არასდროს კაცობრიობის ისტორიაში, რაც ვიცით ჩვენ, არასდროს არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ ადამიანი ნამუშევარს აკეთებს და მე აწერს კონცეფცია ხდება საჭირო, აი თქვენ სახსენეთ წერა, კონცეფცია ხდება საჭირო იმისათვის, რომ ეს ნამუშევარი გასაგები გახდეს საზოგადოებისთვის. ესეთი დრო არასდროს არ ყოფილა. და ეს მოიტანა, ანუ რო ვთქვა, რა მოიტანა, ამას თავის მიზეზი აქვს. ეს მოიტანა იმან, რომ დეცენტრალიზება მოხდა სათქმელის, ანუ და ესთეტიკის აღქმის. ესთეტიკა აღარ არის ყველასთვის გასაგები. ანუ მე რო რაღაცას ვაკეთებ, შეიძლება ისეთი რაღაცა მომინდეს, ისეთი რაღაც გაკეთება და გავაკეთო, რომ მე ეს უნდა ავხსნა. რაღაც ტექსტი უნდა დავუხსო, თორე ტექსტი თუ არ დავუხსო, არაფერი არ არის რა, რაღაცა არის აბსოლუტურად გაუგება. და იგივე ეს სწავლის მიდგომებშიც, ხო? აი მე რატო ვიძახი, იცი რომ იქ შევხვდი ძალიან ბევრი სტუდენტი და ძალიან ბევრი ხელოვანი, რომელიც მოსაზრებაც არის, რომ არავითარი საჭიროება არ აქვს, რომ ისწავლონ რაღაც ხელობა. მაგრამ იზახიან, რომ ჩვენთვის აი ჩვენ არის შემოქმედება, იმას რაღაცა ხელოსანს დავავალებ და გააკეთებ, როგორც აი მოდის დიზაინერი რო სხვა არ კერავს, ხო? ეს იზახის, რომ მე ავდგები და ეს ერთი არის ესეთი შეხედულება. არის ხალხი, რომელიც აი მე მაგალითად იმას ვემხრობი, რომ რაღაცა ევოლუცია, რაღაცა ეს განვითარების აუცილებელია და შენი საკუთარი ჩართულობა ამაში, რომ შენ რაღაცნაირად ხელითაც შეხებული იყო და ამაში აი ეს ორი სხვადასხვა ის არსებობს რა. მიდგომა და დამოკიდებულება. კი ბატონო.